სხვადასხვა სფეროები პროგრამდება სხვადასხვა ასაკში. ყველა ჩაკრას აქვს თავის განვითარების პერიოდი, რომელიც იწყება მუცლად ყოფნიდან. 7 არის ძირითადი, რომელზეც ის სფეროები არის, რომელიც ამ დედამიწურ ცხოვრებას განაგებს. სანსკრიტზე ჩაკრა ნიშნავს ბორბალს, დისკს. ამ ნერვულ სისტემაში აი ესე დისკებად პროგრამირებული ინფორმაციები არის განლაგებული ჩვენ სხეულში. დიდი ჩაკრა არის კონკრეტული ვიბრაციის, კონკრეტული ფერის, ელემენტის მქონე ჩაკრები არის. პირველი ჩაკრა, როგორც ვთქვით, ხერხემალზე არის ესე გასწვრივ განლაგებული, არის წითელი და მისი სტიქი არის მიწა. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს, მე ვარ თაკო ბასილია. დღეს ჩემი სტუმარია მარიშა ქელბაქიანი, იოგა ნიდრას მასწავლებელი, ჩაკრალური სისტემის სპეციალისტი და პიროვნული განვითარების მენტორი. და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ჩაკრალურ სისტემაზე, თუ რა როლი აქვს ჩვენი რეალობის შექმნაში. გამარჯობა მარიშა. გამარჯობა თაკო, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია ჩემი სტუმარი, რა ხარ, კეთილი იყოს შენი მობრძანება. მე ძალიან მიხარია. ჩემთვის ძალიან საინტერესო თემით ხარ. და დავიწყოთ. რა არის ჩაკრალური სისტემა? მოდი დავიწყოთ როგორ იცი. ვეცდები რომ ძალიან მარტივი ტერმინებით რაღაცებით ველაპარაკო. შევადაროთ ჩვენი სხეული, ერთი დიდი მანქანასავით აი რაღაცა მანქანა ჩათვალე. ამ მანქანაში გვაქვს ენერგია. გვაქვს იქ სხვადასხვა ნაწილები, რაც პასუხისმგებელია სხვადასხვა რაღაცაებზე. ზუსტად იგივე არის ჩაკრალური სისტემა იმ ასპექტში, რომ გვაქვს ლოკალიზებული კონკრეტულად კონცენტრირებული ენერგიის ცენტრები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს. ეს სხვადასხვა სფეროები პროგრამდება სხვადასხვა ასაკში. ყველა ჩაკრას აქვს თავის განვითარების პერიოდი, რომელიც იწყება მუცლად ყოფნიდან. ანუ ჩვენი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ პროგრამდება მუცლად ყოფნიდან და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობისას. დედები როგორ გრძნობენ თავს, რა ემოციებში არიან თუ არა შფოთვაში, არიან თუ არა დაცულად. და ნუ 90-იანებში სამწუხაროდ გვახსოვს 90-იანების შვილებს, რამდენად რთული იყო მათთვისაც ეს ემოციური ფონი. მოდი განვიხილოთ ახლა ნერვული სისტემის ჭრილში. იდეაში ეს ჩაკრალური სისტემა, ეს ენერგოცენტრები ძირითადად 7-ზე მუშაობთ ხოლმე, ბევრად მეტი არის, მაგრამ ეს ძირითადად 7 არის ჩვენი ცხოვრების განსაზღვრელი. პირველად გავიგეს. აი მოდი პატარა ეს გავაკეთოთ პრაქტიკასავით, რაც გაგრძნობინებს. აი ესე რომ კარგად იმასქნა ერთმანეთზე ამოძრავ ხელები, შეუძლია მაყურებელს გააკეთოს და ახლოს დაიჭირა ახლა ეს ხელები ერთმანეთთან. და სიმქრუალეს თუ იგრძნო. თითქოს ვერც აერთებ რაღაც ენერგეტიკას გრძნო. აი ზუსტად ეს არის ჩვენი პატარა ჩაკრები ხელში, რომელიც ვიბრირებენ და ამ ენერგიას სიმქრუალეს გამოყოფენ. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი არის განლაგებული სხეულში, მაგრამ 7 არის ძირითადი, რომელზეც ის სფეროები არის, რომელიც ამ დედამიწურ ცხოვრებას განაგებს. მოდი ახლა ნერვული სისტემის ჭრილში ვთქვათ, ავიღოთ ცენტრალური ნერვული სისტემა, ეს ტვინი და ხერხემლის გასწვრივ არის განლაგებული ეს ენერგოცენტრები. ეს ჩვენი ტვინი არის, მოდი პროცესორს შევადაროთ, რომელსაც აქვს ინფორმაცია და სანსკრიტზე ჩაკრა ნიშნავს ბორბალს, დისკს. და ამ ნერვულ სისტემაში აი ესე დისკებად პროგრამირებული ინფორმაციები არის განლაგებული ჩვენ სხეულში. განვიხილოთ ახლა როგორ დგება ეს პროგრამები, ნუ თუ რაღაცა პროგრამირებულია, ანუ რაღაცნაირად შედგა ეს პროგრამა. ჩვენ ტვინს აქვს სხვადასხვა ტალღები. ამ სხვადასხვა ტალღებზე მისი მიმღებლობა ინფორმაციის არის სხვადასხვანაირი. როდესაც იბადება ბავშვი, 6-დან 7 წლამდე არის თეტა მდგომარეობაში ტვინი და არის ძალიან მოწყვლადი ეს მდგომარეობა, სადაც არ არსებობს კრიტიკული აზროვნება, განსჯა არ შეუძლია, ანუ სწორი არასწორიას ვერ არჩევს და მის გარშემო ავტორიტეტი არ აქვს მნიშვნელობა დედა, ბებია, ბაბუა, მასწავლებელი, ვინც არ უნდა იყოს, მისგან მიღებულ ინფორმაციას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად იღებს და წერს ამ ერთ-ერთ დისკზე, რომელიც არის კონკრეტული განვითარების ფაზაში. შემდეგ უკვე 12 წლამდე გვაქვს ალფა მდგომარეობა. ეს ალფა მდგომარეობაც აი კარიბჭესავით არის ქვეცნობიერთან. კიდე კი ცოტა გვაქვს ხოლმე ეს როგორ ეძახიან rebel და თავის დამკვიდრების და უკვე იდენტობა, ხო, მე ამბოხაში შევდივართ, მაგრამ მაინც გვიჭირს საკუთარი აზრის აი ესე მკაფიოდ ჩამოყალიბება და მაინც ძალიან მოწყვლადი არის ამ დროს. შემდეგ უკვე როცა ვიზრდებით, ხო, დაახლოებით 21 წლამდე არის ჩაკრალური სისტემა, რაც მიყვება. ეს
ჩავთვალოთ, რომ ცოტა ტექნიკურად რო ვილაპარაკოთ, ტელეფონშიც, კომპიუტერშიც პროგრამა რომ გაქვს, სულ აპდეიტები მოდის. თუ არ დააპდეიტე რა ხდება? განაახლე. კი ბატონო. ზუსტად იგივე ჭირდება ამასაც. ის ნესწავლი პროგრამების, რაღაც რწმუნებულებების, ლიმიტები, რაც ფაქტობრივად შენში არც არის. შენი არც არის, იწყებს უკვე სხეული ამის გაპროტესტებას და სხეული აპროტესტებს შფოთვით, დეპრესიით, ნებისმიერი გამოვლინებით, იმიტომ რომ მთელი ეს მეხსიერება არის სხეულში, ხო? და როდესაც არ ვაქცევთ ყურადღებას და არ ვანახლებთ ამ სისტემას ჩვენ შიგნით რაც არის, ხშირ შემთხვევაში მივდივართ ჯანმრთელობის პრობლემებთან და ძალიან ხშირ შემთხვევაში ამ ჯანმრთელობის პრობლემას ექიმებიც ვერ აურკვევენ რა არის. ანუ აი, ხანსად გიშობენ დიაგნოზზე, ხანსად და ერთადერთი რაც შეგვიძლია არის რომ გავაცნობიეროთ რომ ყველაფერი მოდის აი ეს შიდა მდგომარეობიდან, ვიწყებთ ამაზე მუშაობას და შემდეგ უკვე ანარეკლი გვხდება მატერიალურ სამყაროში. მოდი ახლა აი მაყურებლისთვის რო განვმარტოთ ეს 7 ჩაკრა რომელია და რაზეა? რომელი რაზე არის პასუხისმგებელი? კი ბატონო. ეს 7 ჩაკრა არის კონკრეტული ვიბრაციის, კონკრეტული ფერის, ელემენტის მქონე ჩაკრები არის და განსაზღვრავს, მოდი დავიწყოთ ხა პირველით. ეს ჩვენი პირველი ჩაკრა, როგორც ვთქვით, ხერხემალზე არის ესე გასწრებ განლაგებული, არის წითელი და მისი სტიქი არის მიწა. ანუ ეს დედამიწა, ფესვები, ოჯახი, სტაბილურობა, უსაფრთხოება, დაცულობა, პირადი საზღვრებიც პირველი 3 ჩაკრა განსაკუთრებით განაგებს ამ პირად საზღვრებს და მათ ყველას ყავთ თავისი დემონებს ვეძახე, მე ბლოკებს რო ეძახიან ენერგობლოკებს, მისი ბლოკი არის შიში. აი წარმოიდგინე ლოგიკურადაც, როდესაც სტაბილურად აღგრძნობ თავს, როცა უსაფრთხოებას აღგრძნობ, როცა დაუცველობას აღგრძნობ, შიში რამდენად ძლიერია. და ფაქტობრივად მართავს უკვე შემდეგ ყველა შენ აი ამ ენერგოცენტრს, ზეგავლენას უკეთებს. ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ აი მეოთხე ჩაკრა გაქვს დასაბალანსებელი. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არ დავიწყეთ ფუნდამენტიდან, აი ხლა რომ მოვსულიყავი შენთან, მოდი სახლი ავაშენოთ და კედლებით დავიწყოთ. ფანჯრები ჩავსვათ. ანუ საძირკველი გვჭირდება, კი, რაღაც კედლებს ააშენებ, მაგრამ დაგინგრევა აუცილებლად და პატარა ესე რყევასაც ვერ გაუძლებს. ხო, ნდობას განსაზღვრავს კიდე აი სამყაროს მიმართ, ხო გინახავს ადამიანები, რომ აი ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ, სამყაროს არ ენდობიან და ის სულ აი ეს უნდობლობაში არიან, ხო. ან დედამიწასთან ფაქტობრივად დაკარგული აქვს აი ეს კავშირი და სხეულებრივად მოწყვეტილი არის დედამიწას. მეორე ეს უკვე არის ჩვენი საკრალური ჩაკრა, სექსუალური ენერგიის ცენტრი, რაც ბევრად მეტ რაღაცას მოიცავს, ვიდრე ერთი რაღაცა ენერგეტიკული ცენტრი და ძირითადად აი ეს სექსუალური ენერგია, ემოციები, რამდენად შეგვიძლია ამ ემოციების შეგრძნება, სენსუალობა, აი სხეულებრივი შეგრძნებები, ძალიან ბევრი ქალი არის, ვინც აი თუნდაც ხო სექსუალური აქტის დროს ფიზიკურად სიამოვნებას ვერ გრძნობს, სხეულისგან არის გაყინული ან თავში არის. აი ამას კიდე განვიხილავთ თავში ეს ზედა მეხუთე ჩაკრა არის, მეექვსე ჩაკრა არის, ხო? და არის ისედაც სიამოვნების მიღება რო არ შეგიძლია რა? კი, ბლოკი არის დანაშაული შეგრძნება. ანუ აი სადღაც რო ხარ თქვათ და ის სიამოვნო იქ ყოფნით, ან ზღვაზე ხარ, ან არ ვიცი რა ვიცი. ბევრი აბსოლუტურად, როდესაც არ შეგიძლია თუნდაც პატარა ტრომანით სიამოვნების მიღება. როცა დილით გაღვიძება მზე რა, ხო, რაღაც აი ეს აწმყოში ყოფნა. ზუსტად. როცა დავიწყე ამაზე მუშაობა, აი პირდაპირ გეტყვი, რომ ნუ რა თქმა უნდა, ხა ეს 2 დღის და 3 დღის მუშაობა არ არის, მაგრამ აი როცა ჩავედი და უფრო მეტად ჩავედი ამაში, როგორ რაღაცები მოვედინიერებ და იცი, რომ აი არ ვიცი, შეიძლება მშრალი ხიდი რო არის, რომ გადადიხარ და უცბად მზე ჩადის და თოლიამ გაიფრინა და მე ამ დროს სრემლები მომდის და ადრე რამთკვარი და თოლია და მზე, ან საერთოდ შეიძლება ყავისმის პროცესში ისეთი ჩართული და სიამოვნება მიიღო სუნისგან, ყავისგან, აი ამ ყველაფრისგან, რომ ხო, მოკლედ ჩაიძირო ამ სიამოვნებაში. ზუსტად და როდესაც უბრუნდები ამას და ამ შენს ენერგიას, ფემინური ენერგიის მატარებელია, ყველა ჩაკრას აქვს თავისი ფემინური და მასკულინური, ასე ვთქვათ, ფუნქციები. აი, ისედაც მიხვდები ლოგიკურად, ახლა როცა ვლაპარაკობთ სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, სახლი, კარი, აი ესე რაღაც. ხო, ეგრევე მოდის. როცა საუბრობ ამ სინაზეზე, სიამოვნებაზე, სექსუალობაზე, უკვე ხვდები, რომ აქ ფემინური ენერგია. რაც შეეხება სექსუალურ ენერგიას, ორი სიტყვით შევეხოთ, ეს
ეს არის ჩვენი манифესტაციის ენერგია. როდესაც მას სწორედ მიმართავ, წარმოიდგინე რამხელა ძალა აქვს, რომ სულიერი სამყაროდან მატერიაში გადმოყავს სიცოცხლე. ანუ თავად სიცოცხლეს ქმნის. და ეხლა წარმოიდგინე, როდესაც ინსტინქტებზე აყოლილი არა და სწორედ მიმართავ ამ ენერგიას, არ არსებობს რასაც ვერ შექმნი. თავად შექმნის ენერგიას ატარებ. მოდი, ახლა ჩაგეკითხები, რა არის ინსტინქტებზე აყოლილი და რა არის, აი, მეორე რაც ახსენე, რომ ეს ფემინურად ვთქვათ, მიუმართოთ ენერგია. ჩავყვეთ. ინსტინქტურად შეიძლება იყოს ის ერთ-ერთი გადაუმუშავებელი ტრავმა და ასე დავარქვათ ბლოკი, რომ გარე ვალიდაციისთვის მქონდეს ინსტინქტური იმპულსური სექსუალური კავშირები. რა თქმა უნდა, ანუ ეს განსჯის კუთხით არ უნდა ვისაუბროთ. ყველაფერი ოკეია და ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავია, უბრალოდ გაცნობიერებულ ცხოვრებაში რომ შედიხარ, აი ამის თქმა მიყვარს ხოლმე, ფაქტობრივად ახლა ლურჯი და წითელი აბირო გვეჭიროს, საერთოდ შენი გადასაწყვეტია, შენი ცხოვრება ამის გამო არავინ არ გსჯის, არავინ არ ფსაგეუბნება, მაგრამ როცა შეგიძლია რომ ბევრად კარგად მიმართო შენი ოცნების ცხოვრების შექმნისკენ მიმართო, ну რა თქმა უნდა ყოველს ეს გვერჩევნია, ხო? გარე ვალიდაციას რას გულისხმობ? გარე ვალიდაცია ის, რომ თუნდაც მამაკაცებს უფრო ახასიათებთ, რაც უფრო მეტი პარტნიორი ყავთ, მით უფრო მეტად ძევს მათი სტატუსი და ეს რაღაც თითქოს კარგის ნიშანია. ან ქალებშიც ძალიან ხშირი არის, როდესაც განსაკუთრებით მამის ხაზით დაუმუშავებელი ტრავმები არის, რომ აი ამან თუ ამირჩია, მე არ მაინტერესებს ჩვენ გვიყვარს თუ არა ერთმანეთი, მე არ მაინტერესებს თქვათ რამდენად სულიერი კავშირია ყველაფერს ვიზავ, ოღონდის ჩემთან ერთად იყოს და სულ არ მაინტერესებს მე სიამოვნებს, არ სიამოვნებს, თავია მარტო არ დავრჩა და ეს გარედან აღიარება და რო ამირჩიეს, კი, რო ამირჩიეს, აი ეს ვიქცი. ვიღაცას მაინც რო უყვარ ხარ ან მოწონ ხარ ან ასე შემდეგ. აი ზუსტად ეგ მომენტია. მეორე ვარიანტია, როდესაც ბრუნდები შენს ფემინურ ენერგიაში ამ ყველაფერს აცნობიერებ და უკვე რა თქმა უნდა ეს თვით შეფასება თავდაჯერებულობა ახლა მესამე ჩაკრასაც რო ვალთ პირდაპირ კავშირში არის, ხო? არსებობს სექსუალური აქტის სამი ტიპი. პირველი არის აი უფრო ეს რაც ვილაპარაკეთ ინსტინქტურ დონეზე, სადაც ენერგია ვერ ახდენს ცირკულაციას პარტნიორებს შორის და ფაქტობრივად გამოიდევნება სხეულიდან. მეორე არის აქტი აქტისთვის, უბრალოდ არ ვიცი, გამრავლებისთვის, როგორც უფრო ადრე იყო და ცნობიერება ამ თემაზე, ამაღლებული ნაკლებად იყო და მესამე არის ეს შეგვიძლია დავარქვათ განკურნება. თვითონ სექსუალური აქტი ხდება განკურნება მაშინ, როცა პარტნიორებს შორის არის სიყვარული, სულიერი კავშირი და ეს ენერგია კი აღარ ეს გამოდის თქო, რომ კი აღარ გაცარიელებს და გწურავს, ცირკულირებას იწყებს ერთმანეთში და ფაქტობრივად ამ ბატარეებს ტენით. მეცაც გეტყვი ნახე როდესაც კულმინაციასთან მიდიხარ, ეს შენი ენერგია პირველი ჩაკრიდან ხერხემლის გავლით ადის ზემოთ. ოღონდ ყველა საინტერესო ის არის, რომ აი ესე გზადაგზა, სტრესი, ტრავმა, გადაუმუშავებელი ენერგია რაც ხდება, ყველაფერი გამოაქვს გარეთ. რასიგიჟია. კი, ანუ სწორი პარტნიორი თუ ყავს, აღარ გჭირდება სხვა ჰილინგი. აი აქედან გამომდინარე არის, რომ გაცნობიერებულად, როცა შედიხარ ურთიერთობაში, ხვდები, რომ ყველაფერი საშანად არის შექმნილი, იმ რაღაცა ღვთიურ ენერგიასთან მიდიხარ, იმ რაღაცა სიამოვნებასთან, ბედნიერებასთან, აწმყოსთან, აი ამ საოცრებთან გაქვს ურთიერთობა. როგორ ყვები, აი ესე რაღაცა წამოყევი ახლა ემოციებში. ძალიან კარგად ყვები. მულად ხარა ჩაკრაზე ამ პირველზე მასკულინურზეც ხო არ ვთქვათ, აი რას გულისხმობ, იცი რომ კი არის ეს მასკულინური ენერგია, მაგრამ რა თქმა უნდა, ქალსაც ჭირდება, ხო, ეს სტაბილურობის შეგრძნება და ამბობენ რომ მამაკაცი გაძლევს, აი რაღაც ეს ჩაკრების გაცვლა, ხო, გავაგრძელებთ კიდე რა თქმა უნდა, მაგრამ ამბობენ რომ თქვათ რახან ის მასკულინურა მამაკაცმა უნდა მოგცეს ეს სტაბილურობა, სტატუსი, ხო არ გვეთქვა ეხა ბარემ და მე გავუყვეთ. ქალი ამ მეორე ჩაკრით რას აძლევს და მე წავყვეთ ესე ჩაკრებს. ნუ პირველ რიგში ლოგიკურადაც ალბათ ვაცნობიერებთ, რომ ეს თუნდაც მულათარაზთან სანამ მივალთ სექსუალური ენერგია ქალში უფრო მეტია, სიცოცხლე მასში იქმნება, ხო ეს საშუალოსნოში არის კონცენტრირებული. ამიტომ არის რომ აი რამდენადაც ფემინური არის ქალი, მით მეტად წარმატებულია კაცი. ხო გაგვიგია კი რაღაცა ეს სტანდარტული კლიშესავით არ უკვე, მაგრამ აი კაცი წარმატებული. კი. 100%. ნახე,
ჩვენ საუბრობთ ამ 7 ჩაკრაზე და არ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი ან კაცშია, ან ქალშია. ქალშიც და კაცშიც ფემინური და მასკულინური ენერგია არსებობს. არ არის ხო, რომ მე მარტო მეორე ენერგია მაქვს. კი, შივა შაქტი, ყველა რელიგია, ყველა მიმართულება ამაზე საუბრობს, ხო? თავარია სწორი პროპორციით იყოს დაბალანსებული. ანუ მაგალითად, ხო, არ ვიცი, ოდითგანვე მოდის ის, რომ კაცი არის მომწოდებელი, მომპოვებელი და ხალი ამ ყველაფერს ამრავლებს. ეს იმას არნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ, კი არა, საოცარი რეალიზებული და ბრწყინვალე ხალები მხვდებით ყოველთვის და ძალიან მიხარია. უბრალოდ თავარია ჩვენ არ გადავიჭრათ აი ამ მასკულინურ როლში და რაც უფრო მეტად ვისაუბრებთ ჩაკრის ფუნქციებზე, ხო, მათი დაბალანსება რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს უფრო გავაცნობიერებთ და გავიგებთ. ეს მულად არა. რა თქმა უნდა, კაცში უნდა იყოს ძალიან განვითარებული თვისებებს გულისხმობ, მაგრამ ეს არის ავტომატურად ჩვენშიც და რაც მეტად დაბალანსებულია, აქ ხდება უკვე ჯანსაღი ურთიერთობების შექმნა. მე იმიტომ კი არ მინდა რომ ოჯახი მყავდეს, პარტნიორი მყავდეს, რომ უსაფრთხოება ვიგრძნო. არამედ ძალიან უსაფრთხოდ ვარ ისედაც, ანუ არასწორად გვასწავლეს სამწუხაროდ, რომ მეორე ნახევარს ვეძებთ და მეორე ნახევარი იარსებობს კი, მაგრამ როგორც კი ეს მეორე ნახევარი არ იქნება, გახდებით სუცად. იმას გულისხმობ, რომ შენ თვითონ მთლიანი უნდა, ორი მთლიანი ადამიანი ხდება, ერთმანეთს სავსე ადამიანი, ხო? ეს არის მთავარი ამოცანა, რომ ეს სისავსე გქონდეს ჩვენ და შემდეგ ის სავსე ადამიანიც მოვა იმ თავისი საოცარი თვისებებით, რაც უფრო მეტად ბედნიერს, აი ბონუსივით უნდა იყოს ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ალბათ ნახევრად სავსე ორი ადამიანი ვერაზროს ვერ შეავსებს ერთმანეთს, იმიტომ რომ სადღაც მოხდება მანდ. ყველაფერს თავი დავანებოთ, გულწრფელიც არ არის. შენ შეიძლება ვეცნობერ, მაგრამ რაღაცის გამო ხარ აქ. და იმიტომ არის მიჯაჭვულობა, რომ ვაიმე ეს ნაწილი ჩემში განვითარებული არ არის და ეს რო წავიდეს, აღარ მაქვს. და მეწყება, ეს აღარ ჩავყვეთ ამ თემას. შემდეგი, ვისაუბრეთ მეორე ენერგეტიკულ ცენტრზე, საკრალურ ჩაკრაზე, ნარინჯისფერი, სტაფილოსფერია მისი ფერი. თან ვიტყვი, რომ ძალიან კარგი არის მათზე მუშაობისას ანალოგიური ფერის პროდუქტის მიღება, ხილის და ბოსტნეულის. აი, ხوار ბგერითი თერაპია ხوار და ეს არის ფერით თერაპია. ანუ სტაფილო, ალბათ ფორთოხალი, ხო? კი, წითელზეც აი წითელ ბულგარული პომიდორი ბოლქვოვანი, რაც მიწაში იზრდება მიწასთან, რომ ანის 60-ზე წამბობენ, არა, თითქოს რომ ამუშავ. კი. როდესაც გავდივართ ხოლმე ეს ინდივიდუალურ სესიებზე, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ხილი, ეს ტანის 60 ეცადე ამაზე მუშაობის დროს და ძალიან კარგი არის. შემდეგ უკვე ავდივართ ჩვენ მესამე ენერგიის ცენტრში. მოდი ლოკაციები არ გვეთქვამს უკვე, ხო? გამომჩა. პირველი არის ასე ვთქვათ, კუდუსუნის ძვლის გასწვრივ, აი დასაწყისი არის. შემდეგ უკვე საშულოსნოს ლოკაციაზე, კაცებთანაც ლოკაცია იგივე არის და მესამე არის უკვე დიაფრაგმასთან, ჭიბს ოდნავ ზევით. ეს არის ყვითელი შეფერილობის. პირველი სტიქია იყო მიწა, მეორე წყალი, აი ქალიც როგორი ესეთი წყალისავით არის, ხო? ადაპტირებადი მოქნილი ხარ. პირველში თუ არის სტაბილურობა, სიხისტე, მიწა, აქ უკვე მიდიხარ, რომ შეგიძლია ადამიანები, რომლებსაც მეორე ჩაკრაში აქვთ დისბალანსი, ხო, არ შეუძლიათ ცვლილებების მიღება. აი თუ შეხვედრია, რომ ხო, აი რაღაცა ცვლილება თუ არის, რაღაცა თუ შეიცვალა. გიждდები სახლებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი. სხვანაირად ძალიან ისა მიჭირს. კი. და მესამესთან ვავდივართ, ეს არის უკვე ცეცხლის სტიქია, ასე ვთქვათ. შეფერილობა გვაქვს ყვითელი და მისი ძირითადი, ასე ვთქვათ, საკითხები არის. აი ეს თვითრწმენა, თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, შიდა ძალა, ქმედება, რამდენად შემიძლია ეს ქმედება განვახორციელო ნებისმიერ ჩემი მიზნის მიმართ და ეს არის ცენტრი, სადაც ხდება ტრანსფორმაცია. აქ არის ჩვენი ენერგია, ასე ვთქვათ, მოთავსებული, კონცენტრირებული ყველაზე მეტად და როდესაც გავდივართ ტრანსფორმაციას, ხო, აი ამ ცენტრში ხდება ყველაზე მეტად. როდესაც დაუბალანსებელია ეგოსთან გვქონდა პრობლემები, ძალაუფლება გონია, რომ ეს კონტროლი არის ყველაფერი, ადამიანები, რომლებიც კონტროლს ვერ უშვებენ, სამყაროს არ ენდობიან. ზუსტად კი. ამიტომ არის ესე ნაბიჯ ჯაჭვივით ჩაკრალური სისტემა, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თან მიყვარს ხოლმე ამის შედარება, მექანიკური საათი, რო კბილანები ესე მოძრაობს და ესე სინქრონში დადიან, ზუსტად ესე არის ესეც.
როდესაც გვაქვს დაუბალანსებელი, ხო? თვით შეფასება ძალიან დაბალია. თავდაჯერებულობა, არ გვჯერა რომ მიზნებისკენ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი. საკუთარი თავის დაცვა, პირადი საზღვრები, როგორც ვახსენე, ეს სამი არის ყველაზე მეტად ამასთან დაკავშირებული. მეორე ჩაკრის დემონი არ გვითქვამს და მოვიწყდა. ეს არის დანაშაულის შეგრძნება. და ნახე ფემინურობასთან აქაც ახლოს მოდის. უმრავლესი ქალისგან გექნება გაგებული, რომ რაღაცას თავისთვის ვერ ყიდულობს და ნამუსი აწუხებს რაღაც დანაშაულის შეგრძნება აქვს. ანუ ეს უფრო მეტად აქტუალური არის ხოლმე ქალებში. ჯერ ჩავერთობი პატრიარქალურმა საზოგადოებამაც კარგად ითამაშა ის როლი, რომ ქალებს დანაშაულის შეგრძნებები აგვკიდონ, აი თითქმის ყველა სფეროში არ ვიცი. ძალიან გეთანხმები არა და განსაკუთრებით სიამოვნების ნაწილში, სადაც ჩვენი მართლმადიდებლური რელიგიაც, იმის დამახვილ მე მორწმუნე ვარ, რაც ეკლესიის ნაწილი ძალიან ჩემი აზრით არასწორად არის ჩართული. ძალიან გეთანხმები, პატარა კომენტარს გავაკეთებ აქ მეც, რომ რა თქმა უნდა მორწმუნე ვარ და ჯერ არ ჯერაზეც არ არის, გიგრძნიაზე არის ეს რა. და როდესაც რელიგია სამწუხაროდ გადაიქცა კონტროლის მექანიზმად და მით უმეტეს როცა ვსაუბრობთ აი ამ ფემინურ ენერგიაზე, სადაც კონცენტრირებულია მანიფესტაციის ენერგია და ხალხს შეუძლია რომ ყველაფერი შექმნას, ამის ხელოვნურად დათრგუნვა როცა მიდის, უბრალოდ ახლა ბრძოლას აწერა, უნდა გააცნობიერო და შენი ცხოვრების მართვის სადავეები აიღო ხელს. უბრალოდ ხო ჩვენ ვამბობთ ხმამაღლა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას არ აქვს გაცნობიერებული. რამხელა ძალის ფემინური ენერგიის მატარებელია და გარედან რაღაცნაირად ობენ რომ ჩაახშონ. კი, აი დათრგუნვა, ჩახშობა ზუსტად. ეს ჩვენი მესამე ჩაკრაც რომ დავუბრუნდეთ, არის უფრო მასკულინური ენერგიის მატარებელი, ხო ხვდები და მისი ყველაზე დიდი დემონი, ბლოკი არის სირცხვილი. სირცხვილი და დანაშაულის შეგრძნება თითქოს ძალიან მეგობრობენ ერთმანეთთან და ძალიან აკავებს ამ ენერგიას გამოუხატავი ბრაზი. და ვისაუბროთ ახლა ამაზე და რატომ. როცა ვართ ბავშვები, ხო? პირველი შეგრძნება, რომ მე რომ გავბრაზდე, მე იმდენად ურჩუსური ვარ, რომ შეიძლება სახლში ანუ აღარ მქონდა საჭმელი, დედას და მამას. 100%-ით ესეც ინსტინქტურია, რომ გადავრჩე და ის ყველაფერი შევინარჩუნო, რაც მაქვს. აი ეს რეპრესირებული ბრაზი რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ დავხოცოთ ერთმანეთი, მაგრამ განცდილი თუ არ არის და გამოტანილი სხეულიდან პირდაპირ ურტყავს იმუნურ სისტემას და იმუნური სისტემა როცა მწყობში არ არის, კი ვიცით, მთელი სხვადასხვა დაავადებების სპექტრი შეიძლება შეგვხვდეს. აქედან უკვე გადავდივართ ძალიან საინტერესო მეოთხე ჩაკრაზე და ეს მეოთხე ჩაკრა არის რაღაცნაირად ხიდს ვეძახი ხოლმე მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის. ეს არის სიყვარულის ენერგია, ანაჰატა, მწვანე შეფერილობის. მისი სტიკი არის ჰაერი. ფაქტობრივად აი ზოდიაქოში 4 სტიქია როგორც გვაქვს, ესეც ფარავს ამ 4 სტიქიას და ამუშავებს თავისი მიმართულებით. ლოკაციასაც გულის ცენტრია რომ დააკვირდე, ზევით არის 3 ჩაკრა, ქვევით არის 3 ჩაკრა, გამაერთიანებელი არის. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე მინდა რომ ხაზი გაუსვათ, რომ სულიერ ჩაკრებში ასვლა არ ნიშნავს იმას, რომ მატერია ვუარყოთ. ეხლა რაღაცნაირად თითქოს მედიტაციაც იქეთ რაღაცა ჭრილში მიყავთ ხოლმე, რომ აი ფული ცუდია, საშინელება. ხო, მაგრამ მე მგონი მედიტაცია იმდენად არა, რამდენადაც პირიქით სარწმუნოება გეუბნება რა. სარწმუნოებაც გეუბნება, მაგრამ რო გადახედო, თავადაც ხო ძალიან კარგად ცხოვრობენ, ოღონდ პრობლემა არ მაქვს. საერთოდ არ მაქვს პრობლემა. რა თქმა უნდა გქონდეს ყველაფერი ძალიან კარგი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს რაღაცნაირი სიყვარული, რომ ამის გარეშე არაფერი არ ვარ, ხო? ხო, რეალურად სხეულიც მატერია, ხო? რომელიც აწმყოშია და აი სხეული ძალიან უგულველყოფილია ზოგადად ჩვენი რელიგიიდან გამომდინარეც ამაზე ბევრჯერ მაქვს თქვათ ნასაუბრები რომ უარყოფთ და არ ვაქცევთ ყურადღებას და რეალურად ქალისთვის და ფემინური ენერგიისთვის უმნიშვნელოვანესია სხეულის მოვლა. კი, პირველი რაც არის და რაც გაბარია, ასე ვთქვათ, არის შენი სხეული, შენი ტაძარი, რომელსაც უნდა ისეთი პატივი ცე, როგორც გინდა რომ შემდეგ უკან დაგიბრუნდეს. ხო, მატერიალური ჩაკრები აუცილებლად როცა არის ბალანსში, ხო? ეს რაღაცა რწმუნებულებები, რომ რაღაცა ცუდია და ეგო
ესეთი კომენტარებიც არ მესმის ხოლმე, იმიტომ რომ ეგო არის იდეაში ჩვენი რაღაცა გადარჩენის მექანიზმი, ინსტინქტები, რომლებიც ვისწავლეთ. ეგო რო გააქრო საერთოდ, მე და შენ კლდესთან რო ვიდგეთ, ჩვეულებრივად ვერც მივხვდებით რომ ეს საშიშია. სავარაუდოდ ისედაც სოციალურ ცხოვრებაში ძალიან გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა. უბრალოდ ჯანსაღი და არაჯანსაღი ეგოა. ზუსტად. ანუ რაც უფრო პიროვნულად ვითარდები და შენ საკუთარ თავზე მუშაობ, ეგოსაც თავისი ადგილი აქვს, ძალიან ადეკვატური და მოკალის ნაცვალ დაუმეგობრდის ვიტყოდი. მოდი ვიმეგობროთ. შეიყვარე, გაიცანი, ბევრი ვარიანტია, ხო? ზუსტად. ეს ჩვენი სიყვარულის ენერგია, გულის ცენტრში არის, როგორც თქვით, აქაც ხვდები რომ ალბათ უფრო ფემინურობასთან გვაქვს საქმე. ეს არის ემპათია, სიყვარულის ენერგია, ეს არის ზრუნვა, მოვლის სურვილი, აი რაღაცა სიკეთე ძალიან მიყვარს, როცა ამაზე მუშაობ, მე უკვე გრძნობ რომ იღვიძებ შენი ენერგია სად არის და აი აქ რო ჟრუანტელით ვიღვიძებ ხოლმე და მთელი დღე გინდა რომ ყველას დაეხმარო, არ ვიცი გამვლელი რომ მოდის რაღაცა გინდა რომ გავუკეთო, აი საოცრად გრძნობ თავს და საერთოდ აღარ გაწუხებს ეს შიში დამუშავებულია, დანაშაული შეგრძნება დამუშავებულია, სერცხვილი დამუშავებულია, რომელიც ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ გაძლევს და სიყვარულში როცა იღვიძებ ხო, აი რაღაცნაირი ძალიან სუბუქი ხდები. სიყვარულის მოცულობა გეზრდება, იმიტომ რომ ალბათ ახლა ესე ყველას უყვარს საკუთარი შვილი, დედა, მამა, მეგობრები, მაგრამ აი რასაც შენ ამბობ, ეს არის სწორედ ის, რომ რაღაცნაირად იზრდება სიყვარულის მოცულობა და მართლა რაც ქრისტიანულია, ეგ არის, რომ ადამიანები გიყვარდება. და მე მგონი პირველ რიგში საკუთარი თავი არა? აუცილებლად. ხო. ვერავის ვერ დავუჯერებ და არავის არ უნდა დავუჯეროთ, რომელიც გვეუბნება რომ მიყვარხარ, თუ უყურებთ და საკუთარი თავი არ უყვარს. სანამ არ შეიყვარებ საკუთარ თავს, ვერ მიხვდები უბრალოდ რა არის. ნახე, ადამიანები ხო არიან რომ შენ პირად საზღვრებს ისე არღვევენ, როგორც არაფერი. იმიტომ რომ საკუთარ თავთან ეს ურთიერთობა აქვთ. და როდესაც შენ თავთან ასწორებ, ასე ვთქვათ, რაღაცაებს, ხო, ავტომატური გადმოდის გარეთაც. ეს ჩვენი სიყვარულის ენერგია არის ძალიან საინტერესო იმ მხრივ, რომ ყველა ჩაკრას აქვს დეფიციტური და გადაჭარბებული ენერგია. როდესაც ეს არის დეფიციტური, ხშირ შემთხვევაში მიდიან ხოლმე ნარცისიზმისკენ და როდესაც გადაჭარბებულია ემპათიისკენ. აი, ნარცისი და ემპათი რო საუკეთესო კომბინაცია არის წყვილში, ამ ცენტრში ხდება ამ როლების გადანაწილება. რას ნიშნავს ახლა ეს? მე ოდესღაც იმდენად ვერ მივიღე ეს სიყვარულის როლი და იმდენად მეტკინა, აღმართე სადღაც კედლები, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ეზიზღება საკუთარი თავი და აი ეს ზიზღი როგორ გადმოიტანოს გარეთ, იმიტომ რომ უსიყვარულობაშია, ვერ მოერია და აღარ იცის. და ემპათს კიდე პირიქით გადაჭარბებული აქვს და გონია რომ რაღაცები უნდა აკეთოს, სულ თვითონ უნდა გააკეთოს, რომ აი ეს სიყვარული დაიმსახუროს, კონდეს, შეინარჩუნოს და ასე შემდეგ. აქ წყდება ხოლმე ეს როლები განსაკუთრებით. ეს არის იდეაში მე ხასიათის ჯავშანი, რომელიც ერთ დროს ისწავლე, აი ბავშვობაში რო განვიხილეთ ეს ჩვენი პროგრამირების ასაკები, რომ ამით გადავრჩი და ეხლა უკვე განახლების აპდეიტის დრო არის და აი საკუთარ თავზე მუშაობაც ეს პერსონალური განვითარებაც იდეაში ამას ემსახურება, რომ აღმოაჩინო ეს მანქანა, როგორ მუშაობს და საჭესთან კი, დაჭდე შენ. ესეთ პატრა მაგალითიც მოვიყვანოთ. ეხლა შევედი მართვის მოწმობა ამ ხელა ვარდაჯერ არ მაქვს და გავარებულე ესეთი პარალელი, რომ მე თუ მართვის მოწმობა მინდა, ვსწავლობ თეორიას, პრაქტიკას. ეხლა ქალაქიც დამიმატეს, რომ ამ მანქანებთან ურთიერთობაში როგორ ვარ ეს კარგად გამომსხამდეს და მე მივხვდი, რომ მე არავინ არ მოგცა ცხოვრების მართვის მოწმობა. არა, იგივე პრინციპია. ზუსტად. თეორია უნდა იცოდე, პრაქტიკაში როგორ ფუნქციონირებს, უნდა იცოდე მე სხვებთან როგორ მიდის ეს ყველაფერი, ესეც იცოდე და მე ვიტყოდი, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა არის, რასაც ვთვლი, რომ სკოლებშიც კი უნდა ასწავლიდნენ და რაღაცნაირად ძალიან დიდი იმედი მაქვს და სურვილი რომ ერთ-ერთ მესიჯად მოგწერო მე ეს კერძო სკოლა გავაკეთე რაღაცა მსგავსი. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბება რეალურად. რა თქმა უნდა და იცოდე როგორ ფუნქციონირებ. იცოდე საიდან ოპერირებ. შემდეგი მოდის უკვე და ნახე რა საინტერესოა, სიყვარულის ენერგია და შემდეგი მოდის ეს ყელის ჩაკრა. ავთენტურობა. წარმოიდგინე რამდენად მაღალი ავთენტურობა, რომ სიყვარულს ზემოთ ცდება
და ეს არის. ნამდვილად ნიშნულოვანია, ხო? კი. ღია ცისფერი შეფერილობა აქვს. აქ უკვე ერთ-ერთთან გავდივართ და რაღაცა დედამიწური ელემენტები აღარ არის. ბგერა არის მისი, ასე ვთქვათ, დამახასიათებელი. იყო პირველი სიტყვა, ხო? და აქედან შეიქმნა ესეც ნუ ბგერა, სიხშირე, ყველაფერს რო გავყვეთ. ძალიან კარგი არის ამ ფერების ტარება, ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად შემიძლია გამოვხატო ის, რაც მინდა. თვით გამოხატვა. კი, აქ ხო არის ეს ემოციების, ასე ვთქვათ, რეზერვუარი. ეს უკვე უზრუნველყოფს, რამდენად შემიძლია ეს ემოციები გამოვხატო, რამდენად შემიძლია აი თუნდაც life purpose, ცხოვრებისეული დანიშნულება, მიზანი ვიპოვნო და გავყვე. და ნახე როგორი ამბავი არის, მე თუ ავთენტური არ ვარ, ჩემი დანიშნულება ფიზიკურად ვერ მეწოდინება და ვერ გავყვები იმას, იმიტომ რომ დანაშაული შეგრძნება, შიში, სირცხვილი, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია ეს. ეს გულის ჩაკრისაც მწუხარება არის ჩვენი საყვარელი დემონი და ამ დემონზე მე პატარა მაგალითს მოვყვები, რომ მივხვდნენ რა არის ეს დემონი. და როდესაც უკვე შეძლებს შენ და გამოხატვას დაიწყებ, ვამბობ ხოლმე, რომ საქართველოს სიმღერამ გადაარჩინა, თქო, ბგერით თერაპიას როცა ვაკეთებ, ჩემი ბგერით თერაპია ინსტრუმენტებს, ანუ არ გულისხმობს, ყველაზე დიდი ინსტრუმენტი აქ არის. ანუ შენი ხმით აკეთებ ამ ყველაფერს. შესაბამისად, აი ამ სიმღერამაც მოგვიყვანა იქამდე, სადამდეც ვართ მოსულები. და ვისაც აქვს გამოხატვა, აი საკუთარი აზრის, თუნდაც შეკრებაზეა სადღაც და კითხვის დასმა უნდა და აქ რომ მოდი შფოთვა და ვერ გამოხატავ, ხო, ავტომატურად კავშირში არის ამასთან და ავთენტურობა არის წერტილი, სადაც შენ რეალურად შეგიძლია თქვა, რომ ცხოვრობ. მანამდე ფიზიკურად უბრალოდ შენ თავს არ ეკუთვნი და ფუნქციონირებ სამყაროს დადგენილი წესებით. სამყაროს არა, უფრო სოციუმის ბოდიში, კი. გარედან შემოსული წესებით. ზუსტად. რაც აი მოგაწებეს და შეიძლება არაფერს ვერ შეარარებ. და საერთოდ არც იცი რა გინდა. კი. ამ მაგალითს მოყვანა მიყვარს ხოლმე ავთენტურობასთან ძალიან. თუ არ მახსოვს რომელ წიგნში ოშოს ქონდა ეს მაგალითი. მიქელანჯელოს ეკითხებიან, რომ ღმერთო ეს სკულპტურა როგორ გამოაქანდა კი რა საოცრებაა და პასუხი იყო ისეთი ლამაზი, რომ პირდაპირ ამ პროცესს ასახავს. მე არაფერი არ გამომიქანდაკებია, ის იყო უკვე იქ, მე უბრალოდ მოვაშორე გარედან ის ყველაფერი, რაც მის თანახვაში გვიშლიდა ხელს. ზუსტად ეს არის, ეს რწმუნებულებები, ეს შემზღუდავი რწმუნებულებები, ეს რაღაცა პროგრამირებები, რაც გიშლის ხელს, რომ გამოხატო შენი რეალური თავი. და აქ მივდივართ ავთენტურობასთან კიდე კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომი ჩრდილს რომ ეძახიან შედოთან. სანამ ამ ჩრდილის ქართულად ვიტყვი ინტეგრირებას არ მოახდენ, ფიზიკურად ვერ იქნება შენი. სანამ არ დაინახავ და არ მიიღებ შენ ჩრდილებს. აბსოლუტურად. სანამ შენ მას განიხილავ როგორც ცუდი, ვაიმე, ეს საშინელებაა, ესეც გარედან მოხული არ არის, რაღაცები, რომ ვთქვათ, შური ცუდია, ძალიან ცუდია, ესე რო აიღო, მაგრამ ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას განგვიცდია ეს აქ რასაც ვამბობ ხოლმე, არის ის, რომ რატო გადავწყვეტეთ, რომ ადამიანები აღარ ვიყოთ? ხო, ან თქვათ სიბოროტე და ვინ იტყვის ახლა, რომ რაღაც სიბოროტე არ აქვს შიგნით. არ არსებობს. კეთილი ვერ იქნები ჩემი აზრით. და სიბნელე, სიბნელეც რა არის? ფიზიკაშიც არ არსებობს, ხეს არის სინათლის ნაკლებობა. და იმაზე დავფიქრდეთ, ეს სინათლე როდის დაგვაკლდა და მეტად შევიტანოთ, რომ ეს სიბოროტეც თავ, თორე პოლარობაა ყველაფერი და შემდეგ ამის შერწყმა არის და გამთლიანება და ინტეგრაცია. ამიტომ არის ცხოვრება საინტერესო პროცესი და არ უნდა შევხედოთ როგორც ვაიმე კიდე მე დამემართა ეს რომ არა, ვაუ, რას მასწავლე, გაანალიზო. კი, ზუსტად, რომ აი რაღაცა ახალში გადავდივარ, ესე იგი კიდე რაღაცა unlock-ი გავაკეთე ჩემი ნაწილის. აქედან გამომდინარე, ხო, როცა თუნდაც შეშურდება ვინმეს და ძალიან ბუნებრივია ეს, ხო? აი საკუთარ თავის სიყვარული ზუსტად ეგ არის, რომ აი ჩემო ლამაზო, რატო აბა სად გინდოდა შენც ეს და არ გქონდა და აბა ბავშვობაში შევა როგორ გულით გინდოდა და არ გქონდა ან რაღაცა მსგავს და ის კი როგორ გაბედე. სხვადასხვა რაც უფრო მეტად მუშაობ საკუთარ თავზე, ის შურის მომენტიც აღარ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეხა ჩაკრებსაც ჩავუყავით ამ მიმღებლობაზე, შენ როცა იღებ შენ ცხოვრება ზუსტად ისეთად, როგორც არის ენდობის სამყაროს, იმდენად ფილოსოფია გეცვლება ცხოვრებისადმი, რომ შეშურებას ადგილი აღარ აქვს, იმიტომ იცი, რომ
ეს შენი ცხოვრება, როგორიც არ უნდა იყოს, დავარქვათ, შევაფასოთ კარგი, ცუდი, რაღაც მოვლენებით, შენი გასავლელია. კი. შენი ნაწილია. ერთსაც დავამატებ, შური ხშირ შემთხვევაში არის შეგრძნება იმის, რომ ანუ ეჭვი შეგაქვს, მე ვერასდროს გავაკეთებ ამას. ეს მანიფესტაციის კანონსაც ძალიან ეგ არ არის შური, რომ უიმეც მინდა. რა თქმა უნდა, პირიქით, აბა მივმართოთ იქით, რომ ვაუ, შემშურდა, ანუ მეც მაქვს პოტენციალი, რომ ეს გავაკეთო და მოდი мотивაციად გამოვიყენო. ყველაფერს რამდენად პოზიტიურ ჭრილშიც დავინახავთ, იმდენად მიემართება. ეს ტალღური თეორია თუ არ ვცდები სახელში, ნახე როგორ რაღაცას ამბობენ და ეს კვანტური ფიზიკა საერთოდ ანუ მეცნიერულად უკვე ესეთ რაღაცებს, თეორიების იმაზე. კი, საუბრობენ, რომ სიგიჟე არის. ენერგია არის ნეიტრალური. სანამ გაჩნდება დამკვირვებელი. ვინ არის ეს დამკვირვებელი ვართ ჩვენ, ხო? რა მნიშვნელობასაც მიანიჭებს სიტუაცია ვითარდება ისე და ეს თეორიის ცნობილი ის არის ხო ჩვენს ექსპერიმენტი. კი, ეს თეორიად კი არა, ცხოვრებაში რამდენჯერ დარწმუნებული ვარ ბევრს უგზნია, რომ აქ მინერვიულია ისე განვითარებულა, მიუმდობი ვარ ზუსტად ისე განვითარებულა. აქაც უნდა გავაცნობიეროთ რამხელა ძალა გვაქვს და როგორ შეგვიძლია გავხდეთ ჩვენივე ცხოვრების შემოქმედი, როცა გაცნობიერებული ცხოვრებით ვცხოვრობთ, ცხადი გონება გვაქვს და ეს საჭე მართვის მოწმობა მოკლედ აღებული გვაქვს. ავთენტურობას რომ დაუბრუნდეთ და ის შედევ ნაწილს რომ ვახსენებდი, მისი ინტეგრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, რთული და ყველაზე საჭირო რამ მე თუ მკითხავ. ორი ვარიანტი განვიხილოთ. ამოცნობა შეგვიძლია იმ შემთხვევაში თუ რაღაც გვატრიგერებს, აი მაგალითად, მოდი გოგოზე ვთქვათ მაგალითი, რომელიც ბავშვობაში უნდა და ძალიან რომ რაღაცა მოკლეკაბა ჩაეცვა, რაღაცა ლამაზად ესე რომ მკერდი გამოჩნდა და აუკრძალეს, ხო? ეს მისი რწმენა არის, მის ნერვული სისტემა უკვე ამას იცნობს, რომ ეს არ შეიძლება და ცუდთან ასოცირდება, გაიზარდა ძალიან უნდა, არ შეუძლია, სხვაზე დაინახა და საზიზღარი როგორ აცია. ძირითადად რაც ხდება გარემოში, ქალები რატო ვერ იტანენ ქალებს? იმიტომ რომ მათ ვერ აძლევენ უფლებას იმ სავარაუდოდ ხომ მქონდა ამაზეც პოდკასტ თავის ფემინური ენერგია აქვს ძალიან ჩახშული და გაბრაზებას ამიტომ აღარ იწვევს ეს ახსნაროვიც. კი. ნახე ნერვული სისტემის ცენტრალური ნერვული სისტემის ძირითადი ფუნქციაც არის რა? რომ აი ეს ჩემი რწმუნებულებები ხომ აქ ჩემი იდენტობა შედგა, მე ვიცი რომ ეს კარგია, ცუდია, შავია, თეთრია და ასე შემდეგ. აი ნეირომეცნიერულად ცოტათი რო ავხსნათ და ძალიან მარტივად რო ავხსნათ, აი პირობითად ახლა აქ დგას წყალი, ოღონდ ეს წამებში ხდება, ხო? დავინახე წყალი, წავიდა ეს ინფორმაცია სენსორულად, გადავამოწმე ჩემს ჩანაწერებში, წყალი კარგია თუ არა, მიყვარს თუ არა და შემდეგ წავიდა მოტორული ქმედება, უკვე ავიღე და დავლია. აი ხა შეგვიძლია მოვარგოთ საერთოდ ყველაფერს. ჩაცმულობას, არ ვიცი, ტიპარს, იმას, ამას, აი საერთოდ ყველაფერზე ეს ვრცელდება. ამიტომ ამბობ, რომ მართვის მოწმობა, თეორია, პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე, რომ ეხლა ეს რო ხდება და გავეცნობიან. და მეორე ამბავი არის, ერთი ტრიგერია და მეორე არის როცა აი ვაღმერთებთ. შეიძლება მხატვარს, შეიძლება მომღერალს, შეიძლება ძალიან ლამაზად ჩაცმულ ქალს, მაგრამ აი ეს აღფრთოვანება, რომ ვაუ, რა მაგარია, როგორ მღერის ან რაღაცა. აი ის წერტილია, რომ ესე იგი ეს რაღაცა ნიჭი, გიფტს რო ამბობენ ხოლმე, ჩემშიც არის. მართლა. მაგრამ ამას ფარავს ჩემი შედო, ჭრდილი, რომელიც ინტეგრირებული არ მაქვს, რომელსაც არ ვამჟღავნებ. და როგორც კი ამ ჭრდილის დამუშავებას ვახდენ და ეს ინტეგრირება მოხდა ჩემში, ეს ნიჭებიც და რესურსებიც ავტომატურად მოხდა. ეხა გამახსენდა რომ ამბობდნენ რომ თქვათ კინოკრიტიკოსები ან ხელოვნების კრიტიკოსები შეუმდგარი თვითონ ან რეჟისორები ან მხატვრები აქედან გამომდინარეობს ხო? იმიტომ რომ გამიგია ეს ნათქვამი. ძალიან ხშირ შემთხვევაში იმიტომ ვერ მივდივართ ჩვენ პოტენციალის ბოლომდე, რეალიზებამდე, რომ თავს იმის უფლებას არ ვაძლევთ, რისი უფლებაც სხვა მის სასაკუთარ თავს და მიაღწია იმ ადგილს. ან შეიძლება ბავშვობაში ისეთი შენიშვნა მოგცეს, რომ ჩავიკეტეთ. რა თქმა უნდა. შეიძლება რაღაც დავხატეთ და გითხრეს, რომ ან ესეთი არ უნდა იყოს და მანდ უკვე წავიდა მის ბლოკი, რომ მე არ გამომდის. ეს არ ვიცი სწორად ვიცი თუ არა, მაგრამ ძალიან კარგი შედარება შეიძლება იყოს. ჰიტლერიც არ აიყვანეს სამხატვროში, არა და ხატავდა ფანტასტიკად.
უბრალოდ მე ცუდად მიმართა ეს ენერგია და ვეღარ მოახერხა ამის გაკონტროლება. აქედან გამომდინარე ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რატო იცი? ამ ნიჭებში და რესურსებში შეიძლება იყოს ისეთი უნარი, რომელიც არ ვიცი, სოფლიო მასშტაბით რაღაცა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს დაეხმარება. ეს მეორე ჩაკრა გამოდის, ეს კრეაცია? კრეატიულობა, კი. და მე თვით ავთენტურობა. რამდენად შეგიძლია ამის გამოხატვა და გამოტანა გარეთ. ანუ აი თითქოს აქ იბადება და მე აქ გამოხატა? კი, აი ამ ნაკადსაც მიყვებით, ზემოდან იწყება ეს დაბადება. აი ნახე, გავიფიქრე და რა ახდენს ამის გამოხატვას. უკვე ჩემი საუბარი და გამოხატვა, ხო? შესაბამისად, როცა არ შემიძლია, დაბლოკილი ან რაღაცა მსგავსი ხდება, ფიზიკურად ვერ მივიტან იმ ყველაფერს საზოგადოებამდე, ადამიანებამდე, სოფლიომდე, ქვეყნამდე, იმიტომ რომ ფიზიკურად ამის საშუალება არ მაქვს. მარტო ანუ საუბარზე და სიმღერაზე არ არის შეიძლება, აი მხატვაზე იმიტომ ამბობ, რომ იგივე თვით გამოხატვა არის, ხო? ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმებში. ეს შეიძლება იყოს ზოგადად მე არ ვიცი, ჩემი ცნობიერებს ამ დონიდან იქამდე მივედი, რომ ადამიანის მთავარი დანიშნულება არის დახმარება, სხვა ადამიანს დახმარება, ხო? და როდესაც სხვა ადამიანს ეხმარები და წარმოიდგინე, რამდენ ადამიანს აქვს ბევრად მეტი პოტენციალი, რომ სხვებს კიდე სხვა რაღაცებში დაეხმაროს, მაგრამ არ აძლევს საშუალებას ის შემზღუდავი რწმუნებულებები, ის რაღაცა ჭრდილოვანი მხარე, რომ ეს ყოფილი გარეთ გამოიტანოს. კი, და რაღაცნაირად ისე გამოდის, უსამართლოდ გამოდის სამყაროს წინაშეც, რომ ის კონკრეტული რაღაცა, რასაც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გადაერჩინა, აი ვერ დავძლია. არა და როგორი სურვილიც გინდა რაღაცა არ გიშვებს, თითქოს უკან გეკაჩება. ძალიან საინტერესო არის, მოკლედ, აი ძალიან საინტერესოა, როცა მიდიხარ იმ წერტილამდე, რომ აღარ გეშინია გახდე ის ხმა, რომელიც ძალიან ბევრს ჭირდება. და ამას გვაძლევს ჩვენი ყელის ჩაკრა. ყელის ჩაკრა. მოდი, გადავიდეთ ახლა მე-6-ზე. ეს მე-6, ხო, ლიდერობა, სპიკერობა, ამასთან არის დაკავშირებული, ესეც უფრო მასკულინობისკენ, მიდის მასკულინური ენერგიისკენ. გადავიდეთ მე-6 ჩაკრაზე. ეს არის მესამე თვალი, გაგებული ექნება ბევრს, აჯნას ეძახიან სანსკრიტზე. ეს არის ჩვენი ინტუიცია, ხედვა. და როდესაც ეს განვითარებული და დაბალანსებულია, მის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის პატერნების ამოცნობა. აი სანამ ამ გზაზე შევიდოდი, იყო რომ აი რაღაცა ციკლში ვტრიალებ, ვაიმე სულ ერთნაირი ადამიანები შემოდიან, სულ ამ ემოციას განმიცდი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როგორც კი აი ამ მე-6 ენერგიის ცენტრის დამუშავებას იწყებ და ეს ყველაფერი შემოდის, უკვე ცნობ. უკვე ზუსტად ვხვდებოდი და ვხვდები ხოლმე ახალი ადამიანი თუ შემოდის, რაღაცა თუ შემოდის, რა მიზნით შემოდის. ის კი არა, რომ სადღაც ციკლში ჩავტრიალდა და კიდე იგივე რომ რაღაცა ვისწავლ. სინქრონიზაციაში რო ხარ სამყაროსთან, ეს არის? კი, სინქრონიზაციაში ხარ და ცხადად ხედავ, მხოლოდ შენი თვალებით არა, ენერგიის დონეზე, ინტუიციის დონეზე, ზუსტად საზღვრავ და მართლა აი ზოგჯერ მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოდი პატარა ისტორიას მოყვები, ძალიან პატარა ისტორიას, რომელიც პრაქტიკაში თუ არ გრძნობ, ცოტა თეორიულად გიჟურა ჭყერს ხოლმე. კონკრეტული ადამიანი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, ვერაფერს ვერ ვიტყვი, რომ ან სერიოზული, ან არასერიოზული ურთიერთობა იყო. უბრალოდ მე გესმის ყველაფერი მესიჯივით, რომ აი რაღაცა მესიჯის მომტანი არის ეს. აი აქ წინ მაქვს კვილი ცოტათი გამოტანილი და აი დემონებს ავხსნით თქო რომ თქვი ესეც მიყვება ბარემ ძალიან კარგად და ამ ადამიანმა ვაიმე რაღაცა ერთნაირად გვაქვს ეს ხო ვითომ აი ვინ მიაქცევს ამას ყურადღებას აი რატომ უნდა მიაქცევ ყურადღება ხო რა თქმა უნდა ეს ჩემში ტრიალებს ერთ დღესაც ძალიან უწყინერ ლამაზ დღე არის შევდივარ რომ შხაპი მივიღო და პრაქტიკაში როცა ხარ მოკლედ ნუ ჩემ შემთხვევაში ესე არის რაღაცა მედიტაციაში შესასვლელი მდგომარეობა რომ რაღაც ნაწილები დავამუშაო აი ეს პერიოდი აღარ მჭირდება ხოლმე თვალს რომ ხუჭო ზუსტად მივყავარ იმ წერტილებში სადაც საჭირო აი წარმოიდგინე თვალს ხუჭავ და უცბად ჩემს წინ რამე ჰორორი საშინელება ფილმის საზიზღარი მონსტრი თუ წარმოგიდგენია ხედავ რომ დგას ეს ჩემ წინ ოღონდ მიტყდება როგორი ტირილი იცი აი ცრემლებად ვიღვრები იქაც წარმოსახვაში და აქაც ოღონდ რატო იცი ხვდები რომ ეს მონსტრი მე ვარ ანუ ჩემ წინ დგას ანუ მე ვდგავარ და ვიწყებ რომ
რამ მოგვიყვანა აქამდე და მიუხედავად იმისა, რომ საშიშადად გამოიყურება, რომ რატო და რა ტკივილია და რა გვჭერს და აი ჩახუტება, რო ცდილობ, რომ ამ ჩახუტებაში აი მიქელანჯელო რომ მოვიყვანეთ, რომ ეს რაღაცები შორდება, ესეთი წარმოსახვაში ხდება ეს და ჩემი 12-13 წლის თავი რჩება, რომელსაც აქვს არეული კბილები, რომელიც იყო ყველაზე დიდი სირცხვილი მისთვის. და აი სირცხვილი, დემონი, ნახე როგორ პირდაპირ აი რაღაცა ჯაჭვით მიყვა, ნუ მე მიდის ამ ინტეგრაციაში შემოერთება, რომ აბა და უკვე ამ პერსპექტივით უხსნი და კარგი და ბევრი დეტალი და უხსნი და ელაპარაკები, რომ ჩემოლამაზო და ამბავი და შინაგან ბავშვს. რა თქმა უნდა, კი არა მარტო ბავშვზე ყველა ასაკზე ვაკეთებთ ამას, რომ ის რაღაცები მოაშოშოთ და გამოგყავს იმ სიტუაციიდან. და შემდეგ გრძნობ აი შვებას. რომ სუნდქავ. ანუ ეს მონსტრები ყველა საერთოდ რაც კი შეიძლება არსებობდეს არის ჩვენში. ბავშვობაში კი მეკონა რომ ლოგინის ქვეშ იყო და თავხდება და ყოლე, მაგრამ თუ რა ყველაფერი ჩვენშია. და რაც შეეხება უკვე ბოლო ჩაკრას, ეს იასამნისფერი, ხო იისფერი და იასამნისფერი არის დემონი და მავწყდამის არის ილუზია. აი ნახე ინტუიცია და ილუზია, როგორ ეწყობა ერთმანეთს და ესეც ფემინურია, ნუ ქალური ინტუიციაც ახლა ლოგიკურადაც მივხვდებით. სტენკას რო გამეხომე და გავდით ხოლმე ამ დგავთ არ ვიცი ილუზიაში რომ კოშკები და არ ვიცი რაღაცა პრინცი და ასე შემდეგ აი ეს არის ყველაზე დიდი overthinking-იც აქ ხდება ნახე რატო იმდენად დაუცველად გრძნობს სხეული უსაფრთხოებასთან როცა აღარ ასოცირდება ზოგადად ხო აი ტრამვა როცა არის სხეულში ბევრი დოზით სხეულიდან disconnect გამოჩიშვა ხდება იდეაში და წავიდა მთელი ენერგია აქ და აქ მშვიდად ვარ, იმიტომ რომ კონტროლი მაქვს, მე რას წარმოვიდგენ და რომ ამბობდი თავში ვარო, ხო? ზუსტად აი ძალიან კარგია რომ აღნიშნე, დამავიწყდება და თქვა. ერთელი ენერგია მიდის აქ და ცხოვრობს უკვე აქ. სიყვარული არ აქვს, დაცულობა არ აქვს, ფინანსურად არ არის სტაბილურია, სექსუალური კავშირი თუ აქვს, იმიტომ აქვს რომ რაღაცა ინსტინქტურ დონეზე აქვს და აქ ყველაფერი კარგია. აქ შეუულია სოლი წყავდეს, ქმარიც, ისიც იყოს, ასეც იყოს. კი, ეს არის ილუზიები. ნუ პატერნების შექმნაზე მე კიდე ცალკე ბევრია სასაუბრო აღარ გავყვეთ და შემდეგ უკვე ავდივართ ეს არის სხეულს გარეთ. კი, crown chakra. როგორ არის ქართულად? გვირგვინოვანი ჩაკრა. ესე მოიხსენიოთ. ეს არის ჩვენი კავშირი კოსმიურ ენერგიასთან, ღვთიურ ენერგიასთან და ეს არის ჩვენი მთელი ცხოვრებისეული, ანუ იმპერიული ცოდნა, შეხედულებები. აქაც უკვე მივდივართ იმასთან, რომ აღარ ვუყურებთ რაღაცებს, რომ ანუ აი სრული მინდობაა სამყაროსთან, სრული დანებება. როგორი გამოცდილება მქონდა ერთხელ იცი, რომ ძალიან მიყვარს ცხოველები, რაღაც აი არსებები ზოგადად და კუსტბაზე რაღაცნაირად ეს კუ იყო და იყო ძალიან ცუდად რაღაცა თავი ცუდად ყვავები იქვე და ნუ ამიტყდა ტირილი ძალიან მტიროდი რა ამოვიტირე ასე ვთქვათ გამოვიდა ეს ემოცია და მე მოვიდა გაცნობიერება რომ ვინ ვარ რომ არ ვენდო კი რა თქმა უნდა ადამიანურად ეს უნდა ემოციებს მისცე საშუალება გამოვიდეს მაგრამ სამყარო ღმერთი იმდენად უზენაესია რომ ჩემი პატარა ლიმიტირებული ტვინით ეხა ეს რატომ მოხდა და უსამართლობა ნუ ხო უფრო მეტ რაღაცაზე შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ ძალიან მტკივნეულია და ხო რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულია უბრალოდ ხო ნუ აი სამყარო სრულყოფილია სამყარო და ყველაფერს აქვს არსებობის უფლება და ასე შემდეგ ხო კი შესაბამისად მიდიხარ უკვე აბსოლუტურ სინქრონში შენი დანიშნულება გაქვს ანუ აღარანაირი ეს დემონები აღარ ყავს დამუშავებული ყავს ინტეგრირება გაკეთებულია და რეალურად აი როცა ამბობენ რომ ჯოჯოხეთი და 64 დედამიწაზეა ზუსტად ეს არის ქვედა ჩაკრებში ხარ შიში დანაშაული შეგრძნება სირცხვილი თუ აი ამ ღვთიურ ენერგიაში ხარ სადაც შენ დანიშნულებას ასრულებს სამყაროში რაღაცა კარგი შეგაქვს რაღაცით ეხმარები ძალიან ბევრს ხო ეს მდგომარეობა როცა კი როცა უკვე შენ სიყვარული, შენი ავთენტურობა, შენი ხედვა, შენი ეს ღმერთთან კავშირი აბსოლუტურად აწყობილია ერთმანეთთან. მაგრამ მოდი ვთქვათ ისიც, რომ ადამიანები ვართ და სულ ესე იდეალურად, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და სულ რომ ძალიან იმუშაო საკუთარ თავზე, განვითარდე, სიხშირე შეიცვალო, შეიძლება უცბად ისეთ სიტუაციაში ჩავარდე. კი. ისე ჩამოვარდე. კი, რა თქმა უნდა.
როდესაც იდენტობის ცვლილება არის ყველაზე რთული რამ და ტრანსფორმაცია რატო უჭერთ, იმიტომ რომ ეგო არის დამცველობითი მექანიზმი, შენ როგორც კი მას რაღაცა საფრთხეს აგრძნობდებ, რომ მე უნდა შევიცვალო, ეგო არის მე ეს ვიცი და ეს კარგია. შენ შევა იტანჯები, მაგრამ მე ეს ვიცი და კარგია. ნაცნობია. კი, ნაცნობია. ეძებს ნაცნობ რაღაცებს და როგორც კი ტრანსფორმაციას იწყებ, რატო არის რომ მეზარება არ გავაკეთებ, მე სკეპტიციზმი შემოდი, არა და სისულელე. გიცავს ეს. კი, ზუსტად დამცველობითი მექანიზმია. როცა ამ იდენტობის ცვლილებაში ვართ, ეგოსაც დაუმეგობრდით და უკვე გადავდივართ ამ ახალ სიხშირეზე. აი ნახე, პირობითად, აი აქ გადავდივარ რაღაცა უკეთესისკენ ავდივარ, ოღონდ ეს დაბალი სიხშირე ცუდია და ის არ იგრძნო და შიში, ანუ შეფასებაში არ შევდივართ. ყველა ემოცია იმიტომ არსებობს, რომ განვიცადოთ, ხან შეგეშინდება, ხან რაღაცაზე ესე იგრძნობ, ხან რაღაცა უბრალოდ გაცნობიერებლად უნდა იცხოვ. როცა მინდა აქ ასვლა და ვარ კონკრეტულ სიხშირეზე, ხო? აი ამ სიხშირეზე მაქვს რაღაცა ბლოკი, რომელსაც აქედან ვერ ვხედავ. ფიზიკურად ვერ დავინახავ. ამიტომ ისევ სამყაროს და ღმერთს რო უყარხარ, ჩამოყავ ხარ აქ. ყველა ანუ არ ხდება. ის გამოწვევები, რომ აქედან დაინახო, ის შენი დამაბრკოლებელი რაღაცა გადაუმუშავებელი ემოცია, ტრავმა დავარქვათ, მოაშორო ეს. და უკვე საგაქვს ხსნილი ამ შენს ახალ იდენტობასთან და ვეძახით, ხო? ეს სპეციალურად ხდება ჩვენ ცხოვრებაში, რომ ხო, გავიაზროთ რეალურად რატომ? კითხვა დავსვათ, რატომ? და არ დავაბრალოთ სხვას. ზუსტად. ხო? კი. და როდესაც შენი ეს სისტემა, ჩაკრალური სისტემა, ანუ სრულყოფილებაში ფუნქციონირებს. შეიძლება რომ სრულყოფილებაში ფუნქციონირებდეს? რა თქმა უნდა, დაბალანსებული როცა არის, გამოვლინებებზე ატყობ. ანუ ის რაღაცაები შიში აღარ ცხოვრობ. წმენაში ხარ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, დანაშაულის შეგრძნება არ გაწუხებს, სირცხვილი არ გაბრკოლებს, რომ რაღაცა გააკეთო. მწუხარება გადამუშავებული გაქვს და იცი რომ ტირილი არ ტეხავს და შეგიძლია რომ ემოცია კარგად გამოიტანო. შენი ავთენტური ხმა ნაპოვნი გაქვს, ინტუიციით მოქმედებ უკვე და რაღაცა ძველ პატერნებს, ასე ვთქვათ, აღარ მიყვები და ამ ციკლებში აღარ ხარ და გრძნობ კავშირს ღმერთთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქედან მოდის ეს ღვთიური იდეა, მერე ხედვა, აი მანიფესტაციაზე რო ვთქვით, შემდეგ გაჟღერება, შემდეგ ურთიერთობების სიყვარული ამის გაზიარება, შემდეგ ქმედება, როგორც ვთქვით, რომ ეს ქმედებაში მოვიყვანოთ, მერე ამ საქმიდან სიამოვნებას უნდა ვიღებდეთ და მერე უკვე სტაბილური ხდება ეს ყველაფერი. ერთმანეთთან ესე დაკავშირებულია და გადადის, ხო? აბსოლუტურად, ეს არის მანიფესტაციის გზა. და აი ნახე ეს ნადის კიდე არის სხეულში, მოდი როგორი მაგალითი მოვიყვანოთ, იცი? ჩათვალე რომ ორი ჩაკრა არის, ხო? ეს არის ბათუმიდან თბილისამდე გზა და ის გზა რითიც უნდა მიხვიდე ბათუმიდან თბილისამდე, აი ეს შენი ნადის. აი აქ გაედინება ის ენერგია, რასაც აწვდის ჩვენს ჩაკრას ენერგიას და როცა აქ არის პატარ-პატარა სტრესები, ნერვული სისტემის, ნახე განგლიას ეძახიან თუ არ ვწდები ნერვული სისტემის დაბოლოებებს, ფაქტობრივად ეს ჩვენი ჩაკრები არის განლაგებული აქ და ლოკაციებზე რა ორგანოებიც არის განაგებს იმას. ანუ აბსოლუტურად შეგიძლია თქვა, რომ მაგალითად ძვალსახსროვანი პრობლემებისაც აქვს, სისხლძარღვოვანი პრობლემებისაც აქვს, პირველი ჩაკრა არის კბილებიც, ხო, ეს ძულოვანი არის. მეორესთან უკვე საშვილოსნო ეს ქვედა გენიტალიები. პირდაპირ აი ბმაში არ მე ამიტომ მიყვარს რა ეს მიდგომა, რომ სული, გონება და სხეული ერთია. კი, რა თქმა უნდა, ცალკე თერაპია კარგია, ცალკე გონებაზე მუშაობა კარგია, ცალკე სულიერი პრაქტიკები, მაგრამ ეს ერთიანობა ქმნის უკვე იმას. სხეულის გარეშე აღარ არსებობს უკვე. არა, ხო. არც უნდა არსებობდეს. მგონი გუშინდელი დღეა მხოლოდ რაღაც ფსიქოთერაპიაზე დაჯდე და ანუ გავკადნიერდები და ვიტყვი. და რაღაც ამოხსნა გაცნობიერებას ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ სხეულს თუ არ მოусმინე, იგივეში წახვალ. კი, ზუსტად. ნახე როგორი ჭრილით მინდა რომ დავანახოთ საზოგადოებას, აი ტრავმას რო ვლაპარაკობთ, რა არის ეს ტრავმა? კონკრეტულად აი ნერვულ სისტემას fight, flight და freeze გაიქეცი, იჩხუბე ან გაიყიდე ესე დავარქვათ. ეს სამი-F. კი, ეს მდგომარეობა როცა აქვს, ხო? კონკრეტული არ ვიცი, რაღაცა სახიფათო ხდება. ეს აკუმულირებული ენერგია ჩათვალე, რომ აი არ ვიცი, ორგაზმის დროს რო ერთი წამი და გაწყვიტო, აი გამრავლე ასე ეს ენერგია და ამ მასშტაბის ენერგია არის გაყინული შენ სხეულში.
და ემოციები და ეს გაყინული ენერგია, როგორი საყვარელი ვინმეები არიან, იცი რომ გეუბნებიან რომ ერთხელ მიგრძელი და თავს დაგარებებ. ამიტომ არის სომატური ეს მიმართულება მნიშვნელოვანი, რომ სხეულიდან გამოიტანო. შენ შეიძლება გააცნობიერო რა თქმა უნდა, მაგრამ სხეულს ახსოვს, სხეულის მეხსიერებაა და ცხოველსაც კი აქვს ეს ინსტინქტურად იცის რომ რაღაც საფრთხისგან როცა გადარჩება უნდა აი შეიქინგს რო ეძახიან ჩამოიფერთხოს ეს სტრესი და შემდეგ დაუბრუნდეს თავის ტომს ზუსტად იგივე სხელმა უნდა დაასრულოს ის ციკლი გაქცევა უნდა და პირობითად შეიქინგი და ფეხები უნდა ამოძრავოს არ ვიცი გაყინვა უნდა და რაღაცა უნდა ეს არის როცა სომატურად მუშაობ რომ სხეულიდან გამოიტანო ეს რა საინტერესოა ეს სომატური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან. და აი სხეულებრივ თქვათ აი ცირაზე მინდოდა ყურადღების გამახვილება ადამიანები რომლებიც გაურბიან რაღაც ნეგატიურ ემოციებს, ხო? ესეც იგივეა, იმიტომ რომ რაც შენახსენე, ყველა ემოცია რაც მოდის, ის არის საჭირო. უბრალოდ გაჩნია როგორ შევხვდებით. აი, კარგად მოგვიყევია. რა უნდა გავაკეთოთ? მოდი პატარა პრაქტიკას ვასწავლოს მაყურებელს. იდეაში გაქცევა იწყება როდის? როცა მოდის ეს დისკომფორტის შეგრძნება, რაღაცა გვაქვს გარიყული, არ ვაღიარებთ და ამას გაურბივართ. გაქცევა შეიძლება იყოს შოპინგი, მეგობართან, არ ვიცი, გასვლა და დალევა, სექსუალური კავშირი, მოგზაურობა, ნებისმიერი რამე, არ ვიცი, Netflix-ზე სერიალის ყურება. გადართვა რაღაცაზე. ყავის დალევა, ტელეფონში სკროლვა. ვაკეთებთ ესეთ პრაქტიკას. პირველ რიგში ჩვენს ხელს ვეუბნებით, რომ შენთან ვარ და მე არსად არ გავიქცევი, მარტო არ ხარ და შენგან აღარ ვაპირებ გაქცევას, რომ ეს დამოკიდებულება, საკუთარი თავის სიყვარული, მარტო რაღაცა გარე პროდუქტები, ნივთები, ხო არ არის შიდა კომუნიკაცია არის ყველაზე მთავარი. რა თქმა უნდა, რომ მე შენთან ვარ, არ არის საშიში. ეს ბუნებრივია და ჩვენთვის უკეთესია, იმიტომ რომ ნახე, ნაცნობი რაც არ არის ნერვული სისტემისთვის ხო ყველაფერი საფრთხეა და დავამშვიდოთ, აბა რაღაცნაირად მივცეთ ეს დაცული სივრცე ჩვენ თავს. გადავდოთ ტელეფონი, ყავა, საჭმელი, რამე თუ არსებობს საერთოდ ყველაფერი, დავჭდეთ 7 წყნარ ადგილას, სადაც 10 წუთი არავინ ხელს არ შეგვიშლის. დავხუჭოთ თვალები და დავიწყოთ ჯერ დაკვირვება იმისი, როგორ გრძნობს ჩვენი სხეული თავს. დაჭიმულობას, ტკივილს, ამ დროს ყველა შემთხვევაში იწყებს ხოლმე ემოციები ამოსვლა. შეიძლება ტირილი მოგინდეს, შეიძლება არ ვიცი, ბალიშზე ყვირილი მოგინდეს ხელის და უნდა მისცეს ხელს საშუალება, რომ ნებისმიერი ფორმით გამოხატოს ის ემოცია, რისი გამოხატვაც უნდა. როგორც კი მისცემ საშუალებას და აი ამ დაცულობის შეგრძნებას, შეიძლება ამოიტირო უბრალოდ ერთი და ყველანაირი გაცნობიერების თერაპიის და ყველაფრის გარეშე ის პრობლემა ისე მოგვარდეს და ავტომატურად, ოღონდ აი გარანტიას ვაძლევ მართლა 100%-იანს ყველას, რომ მეორე მესამე დღიდან მათი ცხოვრების ხარისხი და რეალობა გარშემო შეიცვლება. ეს პრაქტიკა მე მაგალითად ძალიან ხშირად ვაკეთებ. თან ამ ბოლო დროს ეს ვორქშოპი მქონდა NVC-ის არაძალადობრივი კომუნიკაციის და იქ ძალიან ხშირად ვაკეთებდით რა არის ჩემში ცოცხალი. და ამაზეც მე მინდა ჩავწერო პოდკასტი ძალიან საინტერესოა და ძალიან და ხშირად ეხაც ვაკვირდები საერთოდ ვერ გრძნობდი ჩემს ხელს, იმიტომ რომ მე თან ძალიან ისე ბევრ საქმეს ერთად ვაკეთებ და ძალიან აქტიური ვარ და რო აღვიქო მე ხა საერთოდ სხვაგან ვიყავი და სულ თავში ვიყავი და რო აღვიქვი სხეული საერთოდ არ ვიცი რაღაც გაყინული მქონდა და ეხა ხშირად რაღაც ბევრ საქმეს რო გავაკეთებ გავჩერდები, ვისუნთქებ, გავჩუმდები, ჩავხედავ იქ ზურგის ტკივილს ვიგრძნობ ყველაფერს აბსოლუტურად და საერთოდ სხვანაირად მშვიდდება მე ჩემი გონება. კი. რამხელა მხარდაჭერა საკუთარი თავის წარმოედგინე და აი ეს საკუთარ თავთან ურთიერთობა, რამხელა სიყვარულის აქტი გამოდის, რომ აი კი აღარ გაურბივარ და სადღაც კი არ მინდა რომ ეს ჩავახშო ისევ და რეპრესირება გავუკეთო ამ ემოციებს, არა შენთან ვარ, შენ გვერდით ვარ და ვიგრძნოთ რაც საგრძნობია. და ეს ჩახუტება რო ახსენე, რამხელა უსაფრთხოებას გაძლევს. და ეს პირველი ჩაკრა რო ახსენე, მულად არა, რაც რეალურად სტაბილურობა და უსაფრთხოება, ეს რაღაც ჩვენ ფინანსებთან არის ხო კავშირში? ძალიან დიდ კავშირში არის. ადამიანი, რომელსაც
აი უჭირს სახლი, საკვები, საჭმელი, სასმელი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. ფანტასტიკურად ეწყობა ჩაკრალური სისტემა მასლოუს პირამიდას. ეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, შემდეგ ურთიერთობები, შემდეგ უკვე. არა, 7 არ არის, უბრალოდ აი თემების მიხედვით საბაზისოდ ძალიან კარგად ერგება. ასევე დევიდ ჰოუკინსის ცნობიერების რუკა თუ სიხშირეები. ხო, თუ იცნობენ, ხო, კარგი თუ არა და ძალიან გამოადგებათ. აი, ამიტომ ამბობ, ეს სისტემა, ჩაკრალური სისტემა მით უმეტეს საკუთარ თავზე მუშაობას რო იწყებ, რუკას გიდებს. აი, პირდაპირ გიდებს რუკა და გასწავლის ნაბიჯ, როგორ მიყვა და როგორ უფრო და უფრო გაალამაზო შენი ცხოვრება. და ეს ფინანსური მიბმული ძირითადად მაინც პირველ სამ ჩაკრასთან არის, იმიტომ რომ ყველაზე მატერიალ დედამიწურ ჩაკრებს ვეძახი. ჩვენი სიამოვნება. მე თუ სიამოვნების მიღება არ შემიძლია, ფულს ძალიან უყვარს სიამოვნების ენერგია. როცა შენ თავზე ხარჯავ, როცა შენ თავს რაღაცას უკეთებ. გეკუთვნის. კი. პატარა რაღაცას საჩუქარს უკეთებ ასიამოვნებ. ზუსტად. პატარა მე რაღაცას გამიგია ბოდიში ჩავერთვები, ძალიან თქვათ რაღაც ისეთი ძალიან მულტიმილიონერებისგან, რო ვთქვათ ინსტაგრამზე დაუწერიათ, ერთი ინფლუენსერი ქალი იყო, რომელიც წერდა, რომ ძალიან მდიდარი ქმარი ყავდა და ეხაც ვერ ხარჯავო საკუთარ თავზეო, იმიტომ რომ როდესაც ვიწყებ ხარჯვასო, მეწყება რაღაც ჩფოთიო და მე ვიმუშავე, ფსიქოთერაპია გავიარე და მივხვდიო, რომ ბავშვობაშიო რომ არ მქონდაო, ეხაც მგონია რომ არ დავიმსახურეო და ამაზე დაიწყო მუშაობა. აი ეს არის უფლებები, ყველა ჩაკრას აქვს თავისი განსაზღვრული უფლებები. მაგალითად, პირველის არის მაქვს უფლება რომ ვარსებობდე და მქონდეს. მეორესი არის მაქვს უფლება რომ განვიცადო და ვისიამოვნო. ანუ ეს უფლებები როცა დასაბრუნებელია, უბრალოდ რაღაცნაირად აი 100-დან 15%-ით ცხოვრობ და როცა შეგიძლია რომ 100-ვე იცხოვრო და კიდე 100-ზე მოთაც ბევრად მეტი არის და დაიბრუნა ეს ყველაფერი და შექმნა მართლა ის შენი ოცნების ცხოვრება, რომელიც ყველა იმსახურებს საერთოდ ამისთვის ხარ გაჩერებული, ბედნიერებისთვის ხარ გაჩერილი, სილამაზისთვის, სიამოვნებისთვის, აი ამ სილაღისთვის, სიყვარულის, აი ეს არის შენი იდეაში დანიშნულება, აქ კი. და ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი, ხა ნერვულ სისტემაზე როცა ვისაუბრეთ, რომ ეს გადამოწმება ხდება და ამბავი, ხო? როდესაც ის რაღაცა ჩვენში არ არის ჩანაწერებში, სხეული ბიოქიმიური პროცესი არის, კორტიზოლის გამოყოფას იწყებს, ანუ იმიტომ რომ მას საფრთხე დაღიქვამს. პირობითად გაცნობიერებულად ყოველს ხო სიყვარული უნდა ძალიან რაღაცა ჰარმონიული ურთიერთობა. ბავშვობაში თუ მისთვის მოდელი და ნერვული სისტემის, ასე ვთქვათ, პროგრამირება არის ჩხუბი და ქაოსი და კამათი, შეიძლება ეს პარტნიორი შემოვიდეს, მაგრამ ვერ მიიღებს, შფოთვა დაეწყება და ყველაფერს იზავს, რომ განიზიდოს. და ისეთი მოიზიდოს, რაც ნაცნობია. ნაცნობია, აბსოლუტურად კი. და რატო არ მუშაობს მანიფესტაციები? იმიტომ რომ სხეული ვერ მოყვება, ხო? მანიფესტაციები აი თავში მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი ამის თქმა. რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და მანიფესტაციის არასწორი ინტერპრეტაცია რო ხდება ხოლმე, მინდა რომ კარგად გავიგოთ, მანიფესტაცია არის აი თუნდაც პერსონალური განვითარების ერთ-ერთი შედეგი. როდესაც მინდა რომ მქონდეს სხეული ტონუსში, რას ვაკეთებ? ვარჯიშობ. და შემდეგ ეტაპობრივად ეს ყველაფერი იღებს შედეგს. ხო, ანუ ქმედებას ვახორციელებ. და თუ ახლა ვისხედით და მარტო წარმოვიდგინეთ და ასე შემდეგ, ანუ არ გამოდის არაფერი. ეს არის ქმედება, ეს არის პროცესი. როცა მინდა რომ ძალიან მაგარი მომღერალი ვიყო, თუ არ დავჯექდა ვისწავლე, ანუ და გავყევი და განვავითარე ეს ყველაფერი ფიზიკურად არ გამოვა, ხო? ასევე არსებობს ნერვულ სისტემას აქვს ტევადობა. აი რაზეც ვისაუბრეთ, თუნდაც პროგრამირება, ხო? კონკრეტული ტევადობა აქვს. აი რაღაცა ჭერს ვეძახიან, რომ ამის იქეთ უკვე აღარ იცნობს. ვაიმე, აი თუ გაგიგია კი არა, ალბათ ყოველს გაუგია, ძალიან გაჭირებული რო არის ოჯახი და უცბად ძალიან ბევრ ფულს მოიგებს. ვერ იჯერებს. ვერ დაიტევს. გამორიცხული. აი მაგალითად რომ მოუგიათ ლატარეა და მე რო გაგვიგია რომ რა ვიცი გალოთდან ვერ შეიძლება და დაკარგა ყველაფერი. იმიტომ რომ ვერ დაიტევს ფიზიკურად. მანიფესტაცია არის შენს მატერიალურ სამყაროში იმის. ესეც მანიფესტაციაა ჩვენ რო ერთმანეთს შევხვდით, ესეც ჩვეულებრივი მანიფესტაცია არის. ერთადერთი არ დამოკიდებული იმისი, რისი გჯერა რომ იმსახურებ. თუ არ გჯერა რომ ამას იმსახურებ, გამორიცხულია, ვერ დაიტევ, მოიზიდავ, მაგრამ ვერ დაიტევ. ან გონია რომ თქვათ დიდარი ადამიანები არიან საზიზღრები.
აბსოლუტურად. ანუ რწმენა წარმოდგენით. შენი ქვეცნობიერი არ მოგცემს იმ საშუალებას რომ გახდე საზღარი ადამიანია. გამარიცხული. ეს მერე მოდის უკვე მარტივი მაგალითი, ანუ ყველაფერზე ესეა მერე. ეს მერე მოდის უკვე ეს შენი რწმენები როგორ მართავს მიკუთვნებულობის შეგრძნა, ყოს დიდი ინსტინქტური განცდა არის რომ რაღაცას უნდა მიეკუთვნებოდე, ხო? იმიტომ რომ რაღაც რეპტილიურ ტვინს წავიდეთ, ხო? ხა იქიდან რომ გამოეგდე ვერ გადარჩებოდი, ხო? გამოქვაბულიდან. ზუსტად. ესეც ინსტინქტურ დონეზე არის, რომ რაღაცას უნდა მივეკუთვნებოდე. ვაიმე, დიდარი არ უნდა ვიყოთ, ცუდ რაღაცებს იტყვიან, გამრიყავენ, ჩემ სანაცნობოში ვეღარ, ანუ აი იდენტობის ცვლილებაზე როცა ვსაუბრობდი, ამიტომ ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გააცნობიერო, რამდენად მნიშვნელოვანია ის შენი მიზანი და რამდენად ხარ მზად ამის გამო დათმო რაღაცაები შენ ცხოვრებაში. იმიტომ ცვლილებები მოაქვს. აბსოლუტურად ყველა ვარიანტში. ხო, და ნერვული სისტემაც უნდა მოყვებოდეს, ამაზეა საუბარი. ნერვული სისტემის რეგულაცია, ამიტომ არის პირველი, აი, საბაზისოდ მნიშვნელოვანი რამ. არ აქვს მნიშვნელობა, რასაკეთებ ნერვული სისტემა თუ ვერ დაიტევს, ვერ მიხვალ ფიზიკურად. მიხვალ, მაგრამ მაინც განიზიდავ, მაინც გააგდებ, გაფანტავ, გაფლანგავ ამ ყველაფერს. და როცა აი, იცი რომ რაღაცა სიტყვები თეორია რო არ დარჩეს, შეგრძნება მინდა რომ დაიჭირონ, აი ვერ დაიტევს რას ნიშნავს, იცი? მოდი მაგალითი მოვიყვანოთ. კაცი, რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება და მიწერა ადრიანა ლიმამ. შფოთვა ხო დაეწყო ეგრევე. ხო? ვერ გაუმკლავდება. თუნდაც ხალს მიწერა ისეთმა კაცმა, რომელიც რაღაცა პედესტალზეა მისთვის და ვერ დაიტევს, დაეწყება შფოთვა. შეეშინდება. კი. ვაიმე მე თუ ეს წერს რაღაც ცუდი განზრახვა აქვს, თორემ მე როგორ დავიმსახურებდი ამას. ამიტომ ამბობ მანიფესტაცია არის ის რისიც მჯერა რომ ვიმსახურებ. აი ამის რომ ჯერა, მე ის ტიპი რომ მოგწერს ან ადრიანა ლიმა რომ იმ კაცს მიწერს, ჯერა და მორჩა ბუნებრივია. და მანამდე, აბა ისევ იმ თეორიასთან გადავიდეთ რა მნიშვნელობასაც მიანიჭებ, ეს კი შემოვიდა შენ ცხოვრებაში, მაგრამ შენ მიანიჭებ ყველანაირი ნეგატიური მნიშვნელობა და განიზიდავ, აბა რას გააკეთებ. მოდი ვისაუბროთ ფემინურ ენერგიებზე. ფემინური ენერგია პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არ უყვარს კონტროლი. არის ძალიან მინდობაში, არის ძალიან სიამოვნებაში და საკუთარ თავზე ზრუნვაში და აი ნელ ტემპში არ ჩქარობს. ნერვული სისტემისთვისაც ეს სიჩქარე ძალიან დამსტრესავი. და როდესაც აი წეღან ვახსენებდით, რომ ყველა რაღაცა წარმატებული კაცის გვერდით არის საოცარი ქალი, იმიტომ რომ ქალში ეს მეტად კონცენტრირებული სექსუალური ენერგია, მანიფესტაციის ენერგია ქალის გავლით ხდება კაცში მანიფესტაცია იმ რაღაცების, კაცი მაინც უფრო ტექნიკურია, უფრო აი ჰორმონალურადაც ნახე, ქალს აქვს 4 ფაზა თვეში, რომელიც კაცს ერთ დღეში აქვს. კაცისთვის რამდენად მნიშვნელოვანია დისციპლინაში ყოფნა, როგორც კი ამ დისციპლინიდან ამოვარდება, ავტომატურად მე რაღაცნაირად ირევა ყველაფერი მის გარშემო. როგორც ქალს ჭირდება მესამე და მეოთხე კვირას მენსტრუაციისა და PMS-ისას სინაზე, სიმშვიდე, მოფერება, საჩუქრებით, კვილევლა, ასე შემდეგ მამაკაცისგან. კაცს ესე ჭირდება საღამოს მოგწევა ქალისგან. ამიტომ მეტად თბილები და მზრუნველები იყვნენ ქალები პარტნიორობის მიმართ იქნება ძალიან კარგი. კაცი არის პროდუქტიული დილით, აი რამდენჯერ ჩემთან ინდივიდუალურ სესიაზე მოსულა ძალიან წარმატებული შემდგარი კაცი, ყველას აქვს ერთი და იგივე დისციპლინა. 5-6 საათზე ისინი იწყებენ უკვე მუშაობას. ისინი აუცილებლად ვარჯიშობენ. ისინი აუცილებლად საათებით აქვთ გაწერილი, ამ დროს ეს ხდება, ამ დროს ეს ხდება, ამ დროს ეს ხდება, ანუ დისციპლინაში. მასკულინური ენერგია. კი, აუცილებლად დისციპლინაში არის. და როდესაც ეს ფემინური სინაზე შემოდის, სიმშვიდე შემოდის, რელაქსაცია შემოდის, ხო? ქალის ენერგია რა არის? გამრავლების ენერგია, ხო? კაცი არის მომწოდებელი, ქალი ამრავლებს. მიმღები. სანერვიულოს მომიტან, გავამრავლებ. ნუ გამრავლება იდეაში. სანერვიულოს მომიტან, გავამრავლებ. ფინანსებს მოიტან, ჩემი მანიფესტაციის ენერგიით კიდევ უფრო გავამრავლებ. სიამოვნებას მოიტან, გავაასმაგებ ამ სიამოვნებას. არ ვიცი, რაღაც სახს იყიდი, ყველაზე მყუდრო გარემოში. იგი მარტივად რო ვთქვათ, კაცი როგორც ექცევა ქალს, ზუსტად ისე მისდის, ესე იგი კაცს ცხოვრება. სამყარო გიждდება კაცის მხრიდან, ქალზე დახარჯულ საჩუქრებზე, ფულზე, მოგზაურობაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრმა შეიძლება ამოიცნოს და მიხვდეს, რომ
ვაუ, რომ მართლა ინახე მე რომ ვაჩუქე ჩემ ცოლს პარტნიორ შეყვარებულს ესა და ეს, რაღაცა მე უფრო კარგად წამევიდა საქმე. მართლა ესე არის. და პლუს რა იცი, ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ხამართალი აღარავინ არ აკვირდება, მაგრამ ქალი თავისი ხელიდან, აი ხო, ეს ჩაკრები ვიგრძნით კიდეც ხო? საკვებს როცა ამზადებს, ხო? აი ეს ენერგია აბსოლუტურად გადადის. აპროგრამებ ამ საკვებს, ეუბნები ამ შენ მანიფესტაციას და შემდეგ ჭამს შენი პარტნიორი. ამიტომ ნუ გააბრაზებენ ქალებს, რომლებიც საჭმელს აკეთებენ კი შვილებს. თუმცა მოდი მაინც ვთქვათ ახლა რომ კაცებიც ფანტასტიურ საჭმელს აკეთებენ. რა თქმა უნდა. ჩაკრები მათასავით ესე. როგორც შეუძლიათ მამაკაცებმაც გააკეთონ და რიგრიგობით ზოგადად სახში ვამზადოთ საკვები თუ ეხერხება ერთსა მეორეს. რა თქმა უნდა. უბრალოდ აი მე რა არიცი, რა თქმა უნდა, ანუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ თანასწორ უფლებიანი აბარა განათლების უფლება აქვს, ამის უფლება ყველაფრის, მაგრამ არის თემები, რაც არის უფრო ფემინური და ქალური და არის მასკულინური. არ მინდა რა ვიცი ხა კაცი სახში იჯდეს და რაღაცას ასწორებდეს და მე შეშაშ შეხავდე. არ მაგრამ ვიცი არ სურვილი. მაგრამ მოდი ესე შევთანხმდეთ, რომ ვისაც აქვს სურვილი, მან გააკეთოს. რა თქმა უნდა. და ანუ არ გაიგოს ხა ჩვენმა მაყურებელმა რაღაც მოწოდებათ, რომ ესე უნდა იყოს ან ესე, იმიტომ რომ ხო წლების მანძილზე მოკლედ ეს უკვე იყო. მე მოიტანა ამ კაპიტალიზმმა და მოკლედ ამბავმა, რომ ქალი გახდა უფრო აქტიური, თორე დარწმუნებული ვარ, რომ არის რაღაც სიტუაციები, რომ უბრალოდ გამოუვალი სიტუაციის გამო, თქვათ, ქალი აკეთებს შეიძლება ისეთ საქმეს საერთოდ არ უნდა. შენელება ურჩევნია და დამშვიდება და დაწყნარება, ხო? ჩაკრალურ სისტემაზეც როცა ვსაუბრობდით, რომ აი ეს სტაბილურობა შემოაქვს კაცს, როცა ეს არის დაუბალანსებელი კონკრეტული როლები გაქარეული ხარ მასკულინურში, ქალი იწყებს გადარჩენის რეჟიმის გამოამეების კეთებას. აი ეს არანაირად დაბალანსებასთან არ არის. კი შენ სტაბილურობას და უსაფრთხოებას უნდა გრძნობდე, მაგრამ აი ეს ძირითადი ბაზისური სანერვიულო ქალის არ უნდა იყოს. ეს უსაფრთხო სივრცე აძლევს ქალს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად აი აყვავდეს, გაიშალოს, აი ეს თავისი სინაზე კაცისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვერდით დაჭიმული ქალია თუ ნაზი სიყვარულს რო გაძლევს. მოდი ესე ვთქვათ, ხო შეიძლება არ ვიცი, არ ყავდეს პარტნიორი და შენ თვითონ აძლევდე საკუთარ თავს სტაბილურობასაც, სიმშვიდებასაც და სინაზესაც. როდესაც ესე მდგომარეობაში ხარ, სწორი პარტნიორიც მაშინ მოდის. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, და მეცაც გეტყვი. როდესაც ქალს აქვს დიდი მისია, ესეთ ქალებს ძალიან ხშირად ებლოკებათ პირადი ურთიერთობა. იმიტომ რომ, როგორც ვთქვით, სექსუალური ენერგია არის მანიფესტაციის შექმნის ენერგია. სასიცოცხლო ენერგია ზოგადად. და აი ეს მთელი ენერგია, როცა მისი მისიის, მისი პოტენციალის განხორციელებისთვის არის აუცილებელი, იმიტომ რომ მას რაღაცა დიდი ზეგავლენა და დახმარება უნდა კონდეს სხვა ადამიანების მიმართ, ასეთ ქალებს ხშირად ებლოკებათ ხოლმე პირადი ურთიერთობა. და როდესაც თავით მიზანთან მივლენ, შედგებიან, ეს ყველაფერი აქვთ, მაშინ მოდის სწორი პარტნიორი. და ის ნახევარი აღარ არის. მთლიანი მთლიანთან. და თან გონი, ხო, ნუ ხა ესე ხო არ არის თან ცხოვრება მოწყობილი, ხო, ჩვენ რეალურად ვიზიდავთ იმ პარტნიორებს, რა დეფიციტიც და რა მინუსშიც ვართ, ხო, სარკეა რეალურად და კი, ძალიან საინტერესო თემას შეეხე, ნახე როგორ არის ორ ასპექტს გამოვყოფთ იმანდ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პერიოდი მან სადღაც მე სპირალზე გატრიალებს თუ არ გააცნობიერა. პარტნიორები არიან ყველაზე დიდი ჩათვალე ხა სარკეები რო დაგვით გაქვს, აი ესე მოდიან ეს ადამიანები შენ ცხოვრებაში, რომლებიც გაჩვენებენ შენ ჭრილობებს. ირჩევ შემდეგ შენ ამაზე იმუშავებ თუ რაღაცა აი იმან მატკინა, იმან მაწყენინა, ასეთნა და სხვისი ბრალია გარეთ იტების გაშვებას. მაგრამ მეორე ტიპის ადამიანებიც მოდიან ჩვენ ცხოვრებაში, ანუ ეს ჭრილობა მაქვს და იმიტომ მივიზიდე არა. იმდენად მაღალი ენერგია მაქვს, რომ მას სჭირდება ჩემი ენერგია. კი. ოღონდ ნუ ხა თუ ამას ჩავყევით და იგივე პატერში, რა თქმა უნდა ის ჭრილობა არის. მაგრამ ესეც მინდა რომ გოგოებმა ბიჭებმა რა თქმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მარტო იმიტომ არ შეიძლება მოზიდვა მოხდეს, რომ გინდა თუ რაღაცა პრობლემა არის დარჩენილი. და ამ დარჩენილში სპირალში მიდიხარ ამ განკურნების ვაიმე კიდე რაღაცა, ვაიმე კიდე რაღაცა. მე გადამრჩენელში ვარდები უკვე. აბსოლუტურად, ხო.
აბსოლუტურად. ეს უნდა გავაცნობიეროთ კარგად, რომ ზოგჯერ მოდიან ისეთი ადამიანები უბრალოდ ვისაც ჩვენი ენერგია ჭირდებათ. მაგრამ გავუზიაროთ ისეთ ადამიანებს ენერგია, რომლებიც მართლა თავარია შენ არ დაგაკლდეს მერე და შენ არ იყო ცუდად. კი, თან ქალებს უფრო ახასიათებთ. ასეთი აი რაღაცა დედობრივ როლში გადასვლა, მე უნდა გავაკეთო, მე უნდა ზოგადი მოდელი არის სამწუხაროდ. გეთანხმები. დაგვრჩა 10 წუთი, მაგრამ კიდე მინდა რომ გამოვიყენოთ ახლა რაზე ვისაუბროთ. რაზე ვისაუბროთ? მაყოფილი ხარ? კი, ძალიან ხარია, ძალიან კარგი. რაზე ვისაუბროთ? იმდენ რაღაცა მქონდა ტვინში რომ მოდიოდა. აბა იქნებ გაიხსენო. რაღაცა მაგალითი მოყოლა მიდოდა და არ მახსოვს, რაღაცაზე გითხარ, მგონი მაგალითი მოვიყვანო. ხო, ვსო, ნახე, როგორ ვიმუშაოთ ამ ჩაკრებზე, მაგალითად მე ხა გეტყვი რომ მე გაკეთებული პრაქტიკები. რო ვთქვათ, აი გაკეთებული მაქვს, ვთქვათ, ჩაკრა მედიტაციები, თავის იმითი, რა ქვია, მანტრებით, ხო? გეტყვი ხა. მე მაგალითად ესეთი გამოცდილება მაქვს, რომ ჩაკრებზე მიმუშავია მედიტაციებით, მანტრების სიმღერით, ეს თვალები დახუჭული ფერები დამინახავს. მაგალითად კიდე ეს ხმოვანი ეს ბგერითი თერაპიის თასები დაუდიათ და კარგად თუ ჟღერს, ესე იგი არის გახსნილი, ხო, ეს ჩაკრა და ესეა თუ არა და უფრო მეტი რომ მოგვიყვა ამის შესახებ. ზოგადად პრაქტიკები არის ძალიან ბევრნაირი. მთავარიც აი მე მგონია რომ ყველას ამას ვეუბნები ხოლმე. მთავარია ის კარი იყოს, რომელიც შენია. ძალიან ბევრი რაღაცა არის, მაგრამ მთავარია შენ დააკაკუნო იქ, რაც შენი არის. ზოგადად აი პრაქტიკები მოდი რომ გავუზიაროთ ახლა 7-ვესთვის, ხო? პატარა მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ. ძალიან კარგი არის როგორც თქვით პროდუქტების მიღება, როგორც თქვით ეს ფერით თერაპია, ძალიან კარგი არის გიდირებული მედიტაციები, თუნდაც ნუ ახლა გიდირებას სანამ გააკეთებენ, თვალებს ხუჭავთ, კონცენტრაციას რომელ ჩაკრასაც ვამუშავებთ, იქეთ მიგვაქვს და აი ეს დემონები, მოდი ჩამოვთვალოთ თავიდან და ამ ემოციებთან მუშაობა. პირველი გვაქვს შიში, მეორე გვაქვს დანაშაული შეგრძნება, მესამე გვაქვს სირცხვილი, მწუხარება ხშირ შემთხვევაში არის, როცა აი ან ახლო ადამიანი დაკარგე ფიზიკურ მარტო გარდაიცვალა კი, ან თუნდაც ურთიერთობა დაასრულე, ნებისმიერ ტიპის გამოუხატავი მწუხარება. შემდეგ მოდის უკვე აქ ტყუილი, რამდენად ვიტყუებით და რამდენად გონია რომ ეს ტყუილი გშველის. ეს ავტომატურად ამას ბლოკავს. შემდეგ არის ილუზია და აქ არის უკვე ეს უნდობლობა და ღმერთზე და სამყაროზე გაფრაზება. აი ხო გინახავს ადამიანები რა უსამართლოა ყველაფერი როგორ აი ეს არის როცა უკვე კი როცა დარღვეული არის აქ უკვე ეს ყველაფერი. თავარი პრინციპში ფილოსოფია ცხოვრების არა? ნამდვილად. კი. და ამ წერტილში, როდესაც მიდიხარ და მინდობაში ხარ, აი acceptance რა, მიმღებლობაში, ნუ უბრალოდ ბევრად მარტივი ხდება, ყველაფერი ძალიან მარტივი ხდება. მგონია რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი ეს. ხო, სიმოთან რაიცხებ, მე ყველაფერი ლაგდებოდა ესეთს. კი. ხო, და ნახე, აი თუნდაც ის 10 წუთიანი პრაქტიკა რო თქვით რომ ყველაფერი გაუშვათ, ხო? ეს ჩვენი გაყინული ენერგიები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში არის გადანაწილებულები, ხო? და როცა თვალს ხუჭავ და ამ ემოციასთან მიდიხარ, აი წარმოიდგინე ის შენი ვერსია, რომელსაც ეშინია, რომელიც დანაშაული შეგრძნებას გრძნობს, რომელსაც ცხვენია. აი მე წეღან როგორც თქვი რომ ეს მონსტრი დამხვდა მეთქი და მთელი ამბავი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიტევებას. გავუმეოროთ, აი ყველა ჩაკრაზე გამოადგებათ ეს განკურნებისთვის. ჰოპონოპონო ჰავაური უძველეს ტექნიკა რო არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ტექნიკა არის. ვწუხვარ, მაპატიე, მადლობა, მიყვარხარ. ამ შენს ნაწილებს ეუბნები. ეს ემოციები ამოვიწეროთ, კარგად გავაცნობიეროთ, რა მოგონებებთან არის დაკავშირებული. შემდეგ დავხუჭოთ თვალები, ვეცადოთ რომ წარმოვიდგინოთ ის ჩვენი ვერსიები, რომლებიც ამ ემოციებს ატარებენ და ეს განკურნება, სიყვარული. ნახე, reparenting რო ქვია inner child-ის, აი საკუთარ თავიდან აღრდა და იმ მშობლად ქცევა, ხო? აი გახდი ის ვერსია შენი თავის, რომელიც ხა იმასთან მივა. დაამშვიდებს, აჩვენებს რომ მან დაღარვარ inner child-ის შვილივით გიყვარს. რა თქმა უნდა და იმაზე ხარ ორიენტირებული რომ კი, ანუ აქედან მოდის უკვე შენი სრულები რომ აბა შენ როგორ და აბა შენ რო კარგად იყო და ასე შემდეგ.
და როცა მიდიხარ აი ამ შენ ნაწილებთან და შემოერთებას იწყებ, ხო? აი უბრალოდ მე კომენტარებში დაგიწერონ და გაგიზიარონ რადიკალურად როგორ იცვლება ეგრევე თუნდაც ცხოვრება მე ჩემით ვერ მოვახერხე რა თქმა უნდა 1000 workshop-ზე ვიარე მაგრამ ჩემი შინაგანი ბავშვი ისე შემიყვარდა რომ სამი შვილი მყავს და ვამბობ რომ ეგ არის ჩემი პირველი შვილი ხო ეგრე რეალურად კი ჯერ ეს იყო კი და ამ ემოციებზე მუშაობა გვაძლევს საშუალებას რომ ეს ბალანსში იყოს ერთი კიდე საინტერესო პრაქტიკაც ცოტა რთულ დავალებას მივცემ ჩვენ მაყურებელს. ინგლისურად ვიტყვი და მე გადავთარგმნოთ. განსაკუთრებით ეს მზის წნულის, აი ამ მესამე ყვითელი ჩაკრის არის, რაც ტრანსფორმაცია სადაც ხდება თქო. Action, trigger, release, repeat. ანუ ვირჩევთ თემას, მაგალითად ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ხოლმე უარის თქმა. და ამასთან მიმართებაში action ნუ რა თქმა უნდა ხა ყველაზე რთულით არ დავიწყოთ და რაღაცა მარტივზე უარი თქმით დავიწყეთ action. თქვით არა იქ სადაც ადრე ვამბობდით კის იმიტომ რომ ბლა 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 და მოყვება. არას როცა იტყვი აუცილებლად წამოვა შფოთვა ტრიგერი. ეს როცა წამოვა ვრჩებით ემოციაში, არ გავურბ დისკომფორტს გრძნობთ. ამ დისკომფორტს რო იგრძნობ მოდის release ხო, შვება. ცოცხალი ვარ, არაფერი არ მოხდა. ხო, შვება მოდის. და repeat. და გამეოროთ ეს ქცევა. ამ ფორმულას ცხოვრებაში თუ დანერგავენ და დავნერგავთ, რამაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. აი life changing რაღაცები რო არის ხო? მეორე რაც თქვი, წამომივიდა ეს რაღაც ალბათ უარს რო ამბობ, მეორე შფოთი მოდის, რამდენი ემოცია მოდის ალბათ რო რაღაც დამნაშავედ გრძნობ თავს ალბათ, აი ბევრი რაღაც არის ხო? კი. გერევა ეს ემოცია. და თავარია რა მომენტშიც კომფორტული გახდება შენთვის დისკომფორტის შეგრძნება იმ მომენტში შეგიძლია თქვა რომ ავტოპილოტზე აღარ ხარ და უკვე ცხოვრობ და არა რაღაცა გარბი ხარ კი და ინსტინქტებზე დამოკიდებული რომ ვაიმე არ შემრცხვეს ვაიმე დანაშაული არ ვიგრძნო აი გადარჩენის რეჟიმზე აღარ იყო და ხარემ შენ მყარ ენერგიაში რაც გაძლევს საშუალებას რომ ვაუ, მართვის მოწმობაც მაქვს, ღრმადაც ვსუნთქავ, ჩემ ცხოვრებას მე თვითონ ვქმნი და ზუსტად იცი და გჯერა რომ ყველაფერს საუკეთესოს და თან ხო იღებ სულ რო შეგრცხვეს ახლა ადრე მახსოვს რომ მცხვენო და აი მართლა როგორ მთელი სხეულით ამას გრძნობდი და საშინელი შეგრძნება იყო და ეხლა რომ მქონია ეგ მომენტი რომ რაღაც უხერხულ სიტუაციაში ვყოფილ ვარ შემწხვენე ხვდები რომ ნორმალური ადამიანი ვარ და ხო უნდა შემწხვესობა ეხლა სირცხვილი რატო უნდა გამიქრეს საერთოდ რა თქმა უნდა იღებ უბრალოდ ამას დავიწყეთ რატო გადავწყვეტეთ რომ ადამიანობა უარყო ზუსტად უბრალოდ მართლა სხვანაირად უყურებ და მიღებული გაქვს რომ ხო არა უშავს რა მოხდა შემრცხვა შემეშალა ვერ გავაკეთე რაღაც მომენტში ჩემი მთავარი ტრიგერია რომ მეშინია რომ სულელად არ გამოვჩნდე და ეგეც მივიღე რომ არა უშავს გამოვჩნდე და რა ხო მოდი ერთ ძალიან სამოტივაციო ჩემპირად ისტორიასაც გავაჟღერებ და აი ეს მიტევება რომ ახსენე როგორი საოცრება არის ამაზე ბევრად გელს მისაუბრია, მაგრამ 23 წლის თუ 24-ის ვიყავი, რომ აღმომაჩნდა თავში გიგანტური ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნე. მართლა. კი. ოღონდ ეს საიდან მოვიდა დღემდე ვერაფერი ვერ გაარკვევ. ნუ აღარ მოვყვები ახლა 18 საათიანი ოპერაცია ისა. რაღაცა ნაწილი იყო დარჩენილი და როცა გზაზე შევდექი, ასე ვთქვათ, ამ რელსებზე დავდექი, ძალიან ბევრი კითხვა ხომ მოდის. და დაუსვით ჩემ თავს კითხვა, მივაგენი იმ ემოციას, რითიც შევქმენი ეს დაავადება ძალიან მარტივად და გასაგებად რო ვთქვათ. და როცა დავიწყე იმ ემოციაზე და ენერგიაზე და იმ წარსულ გადაუმუშავებელ ტრაუმაზე მუშაობა და გამოვიტანე სხეულიდან და ვაპატიე ჩემ ლამაზ გოგოს და ეს რომ მყავდეს არ ვიცი რა მეშველება და 2 წლის წინ ვიყავი თურქეთში, ანუ გადამოწმებას ვიკეთებ ხოლმე იმ პატარაზე, რაც ნუ საგანგაშო არ არის, რაღაცა საუკეთესო ვარიანტი რო იქნება, ესე შევთანხმდით, რომ ისიც ბოლომდე ამოვიღოთ. და ეს ქირურგი, რა ქვია კაცო, ნეიროქირურგი იყო, ძალიან დიდი გამოცდილებით და ნუ ეხა იქ ამბავი და მიყურებს რომ კურნალობო მეკითხება და არამედ გარნერ მედიკამენტურ, ანუ არ გავდივარ თქვა რა და
30 წლიან პრაქტიკაშიო ეს შვანო მოქვია, დაპატარავება არ არსებობს თუ იზრდება მხოლოდ მოცულობაში და ოპერაციის მერე რაც იყო დაპატარავებული ხე კარტამიწია თუ მუსლიმ კასთან რომ მე აი ამ პრაქტიკა ნუ ახსნათ რაღაცა მაგრამ აი ხო ხვდები რამ ხელა კიდე უფრო რწმენით გამოვედი იქედან რომ ერთია რომ რაღაცა სწავლობ აკეთებ და ამბობ მაგრამ მეორეა რომ მართლა უკვე სამყაროც ყველანაირ პასუხს გაძლევს რომ მუშაობს და ამიტომ მინდა რომ ყველას უთხრა შეიყვარონ თავისი ყველა ის ნაწილი რომლისგანაც ერთ დღეს გარბოდნენ და რომელსაც რაღაცას ვერ პატიობდნენ და უბრალოდ გავაცნობიეროთ რომ ვართ ადამიანები და შეცდომები მოსულა და ყველა იმ ჩემ შეცდომას ვუხდი მადლობას და ყველა იმ ჩემ ვერსიას ვუხდი მადლობას იმიტომ რომ თაკო ხა ადამიანი ვინ ჩემ წინ ზის ზუსტად მაგან შექმნა და ზუსტად მაგან მოიყვანა აქამდე სადაც არის მადლობა გაზიარებისთვის ძალიან იმოქმედა ჩემზე ძალიან ემოციური იყო და კიდევ უფრო რაღაც არ ვიცი 1000 მაგათ დავაფასე ეს შენი პიროვნული ზრდის გზა მადლობა დიდი უღრმესი მადლობა. აი ძალიან საინტერესო საუბარი იყო და ძალიან გამიხარდა რომ გაგიცანი. მეც